სალამი მეგობრებო, ბრუნდებით მორიგი პოდკასტით MMA-ის შესახებ და მორიგი ძალიან საინტერესო სტუმარი გვეყოლება დღეს რატი ჩაკვეტაძე, ადამიანი, რომელმაც რაღაც MMA თავის განავითარა საქართველოში, თავის წვლილი შეიტანა ამაში და რატო ამბობ ამას? სანამ გადავალთ უშუალოდ რაღაცებს საუბარზე, მინდა ერთი რაღაც აღვნიშნო ისევ და ისევ თავიდან, რომ ძალიან მაგარია, როდესაც ქართველი მებრძოლები აღწევენ წარმატებას საერთაშორისო ასპარეზზე, მაგრამ კიდევ უფრო მაგარია ის, როდესაც საქართველოში აღზრდილი მებრძოლი საერთაშორისო ასპარეზზე აღწევს წარმატებას და ეს ასპექტი ჩვენ ძალიან გასავითარებელი გვაქვს ამ სპორტში. ეხლა კი მინდა გადავიდეთ უშუალოდ რატისთან. მოგესალმებით. მადლობა მოწვევისთვის პირველ რიგში. ხო, როცა დავიწყე რთული იყო ეს ყველაფერი რა. კი, იმიტომ იყო რთული რა რაღაცა, ხა. აი ამ ოთახის ნახევარი დარბაზი ქონდა. არანაირი პირობები, ტატამი რაღაც ჩვენ ვიშოვეწოს და რთული იყო, მაგრამ ეხლა ნელა დავლავდით. ყველაფერი გადადის და ვიმედოვნებ უფრო უკეთესად წავა ყველაფერი რა. კი, აი ძალიან საინტერესოა ეგ რომ საიდან დაიწყო ხო ეს ყველაფერი, იმიტომ რომ დღეს უკვე ჩემპიონთა აკადემიასთან და შენ სახელთან ძალიან ბევრი ცნობილი მებრძოლის სახელი ასოცირდება. მათ შორის არის, რავი, ჩემთვის ერთ-ერთი ცნობილი მათი სანიკიძე, რომელიც, რავი, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ჩხუბობს და ძალიან ბავშვები დავაკვირდებოდი მათ ესმე, ძალიან მაგარი ბიჭია. ბენო ადამია, რომელიც ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ქართველი სპორტსმენია. ამირან გოგოლაძე თავის უკანასკნელ ბრძოლებში, ოქტაგონში სამივე ბრძოლა შენი თავმზადებით გაიარა. თორნიკე გიგაური, რომელიც დაუმარცხებელი პროსპექტია და სულ ახალ ორგანიზაციაში, მაგალითად ვისაუბრებთ, იბრძვის, არ იბრძვის. მე სწორად დაბნეული ვარ ამ ახალ ორგანიზაციასთან დაკავშირებით, ალბათ ძალიან ბევრი მაყურებელიც. მაგრამ მოკლედ, ეხლა ძალიან ბევრი კარგი სახელი ყავს, მაგრამ ყველაფერს ჰქონდა თავისი დასაწყისი. მეც MMA-ის კარიერას რო ვიწყებდი, რა ვიცი, MMA-ის დარბაზი მახსოვს ვერ ვიშოვე და MMA რა იყო არის თქონდა და ხრიდოლზე დავიწყე სიარული მაგის გამო. აი მაგ პერიოდში შენ როგორ დაიწყე, როგორი ენთუზიაზმით? თავიდან იმდენად რთული იყო ეს ყველაფერი. ეგ კი არა, MMA-ის ცნება თვითონ არ იცოდნენ რა. არც UFC არ იცოდნენ ყველაზე მაგარი. ხშირად ერეოდათ ერთმანეთს. სპორტულ მაღაზიებში დავდიოდი და M1-ის ხელდათმანი გინდა არ არის მეთქი ეს M1 და ხარი სულ ჩხუბოდის მაღაზიაში რა და მე ნელ-ნელა რაც ჩვენმა ბიჭებმაც ვინც წარმატებას მიაღწია UFC-ში მათმა უფრო ეხ ბოლო პერიოდია რაც უფრო წამოვიდა რა ვიოთადეც რა ეს ყველაფერი დავიწყეთ დაუშვათ 12 წლის 13 წლის წინ დავიწყეთ მსვლელობა ეხლა არის განვითარების პერიოდი რასაც ამდენი ხანი ველოდებოდი რა არაფერი არც შეჯიბრი არ დავდებოდა ხშირად აი ძალიან იშვიათად რთული იყო რა მე ვეძებდით ჯიუ-ჯიტსუს ტიპებს ვინც ჩამოდიოდა ხოლმე აქ რაღაც პატარა სემინარ ჩაგვიტარებდა მე წავიდოდა აი ვიჯექით YouTube-ზე 1000 ვიდეოს უყურებდით და 1000 რაღაც გამიხილეთ რა მაშინ რა ეხლა ერთი საუბარი კარგად ვართ რა კი გრეპლინგის ფათაშორის ესე რო ვაკვირდები ხოლმე და მე მერაბმა აღნიშნა ერთ-ერთ რაღაც ლაივ ჩატში თუ სწორად მახსოვს რომ ძალიან მაგარი ჭიდაობა გვაქვს, მაგრამ ჯიუ-ჯიტსუ ყოველთვის იყო ჩვენი ძალიან დიდი მინუსი რა. არ არის ძალიან მაგარი ჭიდაობა ქონდა, ყველას მიწაზე გადაყვანას ვახერხებდით, მაგრამ მე მებრძოლებს რო ვაკვირდებოდი განსაკუთრებით ბრძოლ თაობაში. თუ მარცხდებოდნენ, ძირითადად მარცხდებოდნენ მიწაზე რაღაც სამიშენებით. იმიტომ რომ არ იყო რა მაგის კულტურა ენერგიული რა თან თუ ჭიდაობაში მაგარი ხარ ავტომატურად რაღაც მოიაზრებოდა ის რომ პარტერშიც მაგარი ხარ არა და რეალურად პარტერი და დგომის ჭიდაობა საერთოდ სხვადასხვა მცნება არის. აი რაზე მინდა რა გადავიდე აქედან მე ძალიან გული შემტკივა ხოლმე მაგაზე რომ სკოლა არ გაგვაჩნდა ასეთი MMA-ის სკოლა რატომ მიდიოდნენ ბიჭები ამერიკაში სულ და სხვადასხვა იმაში იმიტომ რომ MMA-ის სკოლები გააჩნდათ აი ჯიუ-ჯიტსუს ერთ-ერთი ნაწილია იმ სკოლის, როგორც სტრაიკინგი, როგორც გალიასთან მუშაობა, ჭიდაობა და გალიასთან მუშაობა სხვა რაღაც არის საერთოდ. აი ეს ყველა ასპექტი, როგორ განვითარდა, რას ფიქრობ? კი, ძალიან მაგარია ბიჭებმა წარმატებას მიაღწიეს, ყველაფერი, მაგრამ აი საქართველოში მაგ ხრივ რამე თუ შეიცვალა, უფრო მეტი ინტერესი თუ არის დარბაზებში, ბიჭებს უფრო მეტი мотиваცია თუ აქვთ და აი მაგაზე მინდა რა ზოგადად საუბარი. კი, როგორ იყო ეს საბა? ეს სპორტი არის დაახლოებით 30 წლის, ხო, აი პროფესიონალს რაღაც. ჩვენთან ახლა ესე მარტივად ვერ შემოვიდა. ამერიკაში იმიტომ განვითარდა, რომ ამერიკული სპორტია ზოგადად იქ უცებ
დაანგრიეს ყველაფერი ატვირა და უცებ აწყო სისტემა. აქ მაინც ჩვენ კიდე იმაზე ვიყავით, რომ რა 1-5 წელი რაც ბრძოლა წესების გარეშე აღარ ეძახიან რა. აქამდე იყო ბრძოლა წესების გარეშე და საგიჟეთი იყო რა. არც ერთ მშობელს არ უნდა ბავშვის იქ შეყვანა, იმიტომ რომ კრივი არის მაღაზიაც ხოიც თავს იკავებს ვერ მშობელი და ეხლა ის რომ უხსენებს რომ წესები არ არის და საგიჟეთი არის, ანუ ვერ საზღონენ რა და რა ვიცი ბევრად უფრო ნაკლებად ზიანის მომტანია მე მგონი ვიდრე კრივი. ნუ კი შეიძლება ოკი. არა, ყველაზე მაგარი ეხლა განვითარების ხრი რაც არის და ჩემ თავსთანაც რომ დავამოღამე და რაც ძალიან მისწორდება არის ის რომ ადრე MMA-ის მებრძოლი ვარ თქო უხსედი, აი მაგრეგორი და ხაბიბი თუ იცი თქო და ეხლა უხსდი აი დვალიშვილი და თოფურია თუ იცი მეც მაგ სპორტში ვარ თქო რა. ეგ ძალიან მაგარი საქმე გაგეცდა რა, იმიტომ რომ ყველა მიცის დვალიშვილი თოფურია ნებისმიერი ასაკის რეინჯში ნებისმიერ მაინც უკვე და იმდენად ცნობილი გახდა რომ უკვე დროა რომ საქართველოშიც გადაიდგას ნაბიჯები რა მაგ მიმართულებით და რას ფიქრობ რა არის აუცილებელი იმისთვის რომ ბიჭებს წასვლა არ უწევდეთ აქედან რა და აქედანაც მივახციოთ იმ წარმატებას, იმიტომ რომ თან ძალოვან სპორტში ოლიმპიადაზეც რო დავაკვირდეთ, ძალიან ნიჭიერები ვართ რა ამ ძალოვან სპორტში, ანუ შეგვიძლია რა ბრძოლა სიცხში გვაქვს თუ ისტორიიდან მოდის, საიდანაც არ უნდა თქვა, ფაქტად რჩება, ხო? რა არის საჭირო იმისთვის, რომ აქედანაც მივახციოთ წარმატებას და რაც შეერს წასვლა არ გვიწევდეს. ჩემი ალბათ ერთ-ერთი დიდი მიზანი რა, რაც არის რაც მინდა რომ გავაკეთო ის არის რომ MMA-ის მსოფლიო რუკაზე ქართული კლუბი გაჩნდეს რა. და რაღაცას ახლა ვცდილობ რომ ნუ ევროპის მასშტაბით რაღაცა გავაკეთეთ ისე რომ ერთი ჩემპიონი გყავს. მეორე ხა ჩხუბობს დაუშვათ ოქტაგონზე. ამიან ვიღაცები უკვე გვიცნობენ როგორც კლუბს რა. და ზუსტად ეგ არის ჩემი მიზანი რომ მსოფლიო რუკაზე გაჩნდეს ქართული კლუბი ისე რომ აი აქ მომზადებული ტიპი წავიდეს სიჩხუბოს ისე ვაღდაბრუნდეს რა. ამისთვის საჭირო არის ის რომ ბევრი ხალხი დაინტერესდეს რა. და მე მიხარია რომ პატარა თაობა რაც მოდის ხო და 18 წლამდელები რა ძალიან კაი თაობაა რა. ისეთ თაობა არის აი საერთოდ სხვანაირად აზრულებენ ამ ყველაფერზე. როგორ არის აი სხვა ფსიქიკით არიან, სხვა ფაითინგ IQ აქვს უკვე ამ ბავშვებს. არ არის გაჭირილი უკვე თან იმასაც ხედავენ რომ პერსპექტივა არის ამ ყველაფერში და ამას თუ მიაწვევა შეიძლება არის დიდი შანსები რომ ბოლომდე გაიტანოს და გავიდეს სადღაც სხვაგან რა. ხო და მაგათი იმედი უფრო მაქვს, უბრალოდ ერთი ის არის რომ ხელშეწყობა მაინც სჭირდება ამ ყველაფერს რა, იმიტომ რომ დღეში ორჯერ ვარჯიში, დანამატების მიღება, კვება და ასე შემდეგ, აი ძალიან აუცილებელი რა. პლუს რა არის კიდე ის რომ ძალიან ბევრი MMA ფაითერი ვიცი, ვინც აი ესე მიყვება ამ ყველაფერს რა, ანუ არ ეძებს რა და ამ ყველაფერს სჭირდება მოძიება რა, თუნდაც მეცნიერული თვალსაზრისით რომ რა უნდა ჭამო, რატო უნდა ჭამო, რა უნდა მიიღო და ასე შემდეგ რა. ამაში თუ ჩაერთვება ყველა მე რაღაც გამოვა რა და პლუს ამ ყველაფერს სჭირდება სპონსორები, რომელიც ამ ბიჭებს ამოიყვანენ რა. მაგაზე ბევრი ვისაუბრია მე და მაგათაც ბიზნესა გავაშალს, რომ აი სხვა ქვეყნებში როცა წავსულ ვართ იქ გვინახავს რომ ერთ სამოყვარულო სპორტსმენს ყავს 3-4 სპონსორი რა, ანუ პროფესიონალზე და ჩემპიონზე აღარ ვსაუბრობ. აქ უბრალოდ იმ დონეზე არ იყო ცნობილი MMA, რომ მხოლოდ რაღაც უკვე ძალიან ტოპ პროსპექტი თუ იყავი, მაგ შემთხვევაში ან დაგაფინანსებდნენ ან არა. ხა ვიცი ბიჭები არც უბრალოდ არ მინდა რა სახელი დავასახელო, ძალიან ნიჭიერი ბიჭები რომელსაც მეტი გვერდში დგომა ჭირდება. აი ყველაფერს თავი დავანებოთ არ მიწყეს, დარწმუნებული ვარ, მიხეილ საჟინიანი, რომელიც კონტენდერებზე ჩხუბობდა, ანუ მიაღწია მაქამდე რა, კონტენდერებზე ცუდად არ გამოიყურებოდა, ნუ ბრძოლა არის, ხან მოიგებ, ხან წააგებ. მაგრამ მეტი დაფასება, მეტი გვერდში დგომა, მეტი ის გჭირდება მაშინაც კი, ანუ ამ დონეზეც რო გადიხარ და მაინც რო სპონსორები არ ჩანან, ცოტა გულდასაწყვეტია რა, გიკლავს რა ამბიციებსაც და გიწევს რომ რაღაც სამსახო ხარ, რამდენი ბიჭი ვიცი რომ ღამის კლუბში დაცვად მუშაობს, ზოგი დილივერიზე მუშაობს და მაშინ როდესაც ორჯერ ვარჯიშობ დღეში და ვარჯიშებს შორის უნდა 1 საათი მაინც დაიძინო, რომ კარგად აღიდგინო, შენ მიდიხარ და პირიქით კიდევ უფრო იღლები და მუშაობ. ხო რა. მაგ დროს შენ 100%-ს ვერ გააკეთებ ვერანაირად ოქტაგონზე, მაშინ როდესაც ევროპის სხვა ქვეყნებში თან სტუმრად როდესაც ჩადიხარ საბრძოლველად მის სახლში,
ყველაფერი აქვს, ყველა პირობა აქვს და ძალიან რთულია შედეგის გაკეთება. კი, ახლა ჩვენც Cage Fight Series-ზე რო ვართ ხოლმე, იქ თავიდან არის amateur fight-ები რა. იმდენი სპონსორი ყავთ რა შორტებზე და მაისურზე იმდენია ხოლმე რომ ჩვენ ჩავდივართ პროფესიონალ ბრძოლებს ვაწყობთ და ერთი კაცს არ ყავს რა სპონსორი რა. კი, ანუ ეგ. ცოტა სიმართლე გითხრათ ორივე მხარე არის მან დამნაშავე რა, როგორც ფაითერი და ასევე როგორც სპონსორი რა, იმიტომ რომ სპონსორი მაინც როგორც ბიზნესი ისე უყურებს ამ ყველაფერს. და არც არავის არ ჭირდება ბოდიში და სამათხოვრო განმოდებული რაღაც თანხა რა. ხო, ქველმოქმედება. ანუ შენც როგორც ბიზნესი ისე უნდა უყურა ამ ყველაფერს, რომ შენ რო იმ კომპანიისთვის რაღაცას კომპანიის ლოგოს იკრავ, რატო იკრავს, რას აკეთებ, რამდენი სტორიზდებ და რაღაცეები რა. და ეგ ჯერ არ გვაქვს რა. ეგეც ხო, დამოკიდებულება ეგეც ძალიან საინტერესო თემა არის, იმიტომ რომ ძალიან ბევრ მებრძოლს რასაკუთრებით საქართველოს მოკვირდები კომპლექსები აქვთ რაღაც გარკვეულ ჭალებში ტრიპაჩობასთან დაკავშირებით რა. არა და ეს არის დღეს აი ადრე როგორც იყო მაგათად მაიკ ტაისონზე რო ვისაუბროთ, კი MMA-ში არ იყო, მაგრამ მაინც მაიკ ტაისონის დროს, როდესაც იყო რომ მებრძოლობა და ფაითერობა იყო უკანასკნელი გადარჩენის გზა და მხოლოდ ყველაზე მშიერისთვის და სხვა პერსპექტივა რო არა გაქვს მაგ ადამიანისთვის იყო, ეგ ეგრე აღარ არის. დღეს არის შოუ ბიზნესი. მაგიტო არის მეზიცხება ეგ მებრძოლი პედი პიმბლეტი ძალიან მაგარი სახე, იმიტომ რომ ნუ კი კაი მებრძოლია, ეხა არ არის ცუდი მებრძოლი, მაგარი ბიჭებს მოუგო. მაგრამ გინდათ შონომალი როგორ წავიდა სატიტულოსკენ, ეს ყველაფერი შოუ ბიზნესი არის. როცა ყიდი იმ პილეტებს და შემდეგ რატო ყავთ ბევრი სპონსორი, იმიტომ რომ ბევრი ფოლოვერი ყავთ, ბევრს აქტიურობენ. ეს კომპლექსები დაძლეული აქვთ. მეტად უნდა ის შოუმენო. და ეგ ცოტა გვითხრდება თითქოს. და არის ხო მგონი ეგ პრობლემა. ჯერ კიდე რაც 90-იან წლების გავლენა არის რომ მაინც კამერასთან მუშაობა არ გვინდა არავის. ეგეც დაალაგებადია რა, ხო გეუბნები ეს ახალი თაობა რაც არის, ისინი სხვანაირად ფიქრობენ ყველაფერზე რა. კი, მეც რო უყურებ, რავი, ბიჭები მინახავს ახალი თაობის, რაღაც Instagram-ზე რილი რო შემოხვედრია, გადავსულარ და კი. თუმცა სპონსორების პრობლემა კიდე ის არის, რომ სანამ არ მიაღწევ და სანამ რაღაც აი galaktirin რო გარდაიცვალა მე გააღმერთეს რა ეგეთი რაღაც უნდა გაგეთონ და არ გამოწერე რა მე მქონია რამდენიმესთან შეხება ხა რა ვიცი მადლობა ყავს რამდენიმე სპონსორი და ძალიან გვერდში მიდგანან მაგრამ მქონია თანამშრომლობა სხვა კომპანიებთან რომელთანაც არ გავაგრძელე თანამშრომლობა იმიტომ რომ მოთხოვნები ქონიათ რაღაც სასწაული და ანუ სამაგიეროდ არაფერს არ გაძლევდნენ რა ფაქტობრივად და ყოველდღე ჩემზე უნდა დასთვარი და ყოველდღე ჩემზე უნდა დადო პოსტი და 100 ლარის რაღაცას თვეში ერთხელ გადმოგხედავ ხოლმე რა თუ მოვიცლი ანუ ეს სპონსორს შეიძლება ძალიან დიდი თანხები თუნდაც კვებასთან დაკავშირებით ანუ სწორი კვება არ ჯდება იაფი რა ძალიან ძვირი ჯდება არ არის ის რომ გავიდეს ვიღაცა ხაჭაპური იყიდოს და ჭამოს რა უფრო მარტივია ბევრისთვის რა როცა დაღლილი მიდიხარ სახლში დასაძინებლად ანუ დაკანცული ორი ნავარჯიშები და ხო ძალიან რთულია ნუტრიციოლოგი გჭირდება სოციალურად რომ კი სხვა შორის ძალიან ბევრი კაი კომპანია გამოჩნდა ისე მეც მომეწონა ეგენი რომ კემპის დროს შეიძლება გამოვიყენოთ ხო რომელიმეს მიმართო რომელიც რაღაც გიგზავნეს შენი ინტერესის მიხედვით მაგრამ მაგასაც ეგეც თანხებთან არის დაკავშირებული და ძალიან ბევრ სპორტსმენს არ აქვს მაგის ფუფუნება იმიტომ რომ ისევ იმაზე ბრუნდებით რა თუ იმუშავებ ძალიან რთული არის რა რომ ის შედეგი დადო რაც დასადებია. Ja, ჩვენ გუნდს ყავს ახლა ნუტრიციოლოგი რა ყავს რომელიც უფასოდ უწევს კვებასაც შენ. ეხლა რამდენად ესენი რასახერხებენ კიდე საკითხი არის. მაქსიმალურად ვცდილობთ რომ ხელი შევუწყოთ რა ყველაფერში რა ვიცი. ყველაფერს ვდებთ იმის რომ თავიაღწევ წარმატებას რა. კი, ეგ არის რა. და სხვათა შორის ამირანი ლაპარაკობდა მაგაზე. მე რო წონას ვიკლებო, გონიათ რომ არაფერს არ ვჭამო და ეგ იაფი პროცესია. არა და რეალურად ყველაზე ძვირი პროცესი არის, ალბათ წონის კლების პროცესი, იმიტომ რომ რეალურად წონის კლება არ არის შიმშილთან. ანუ ეს აღარ არის ძველი დრო. დღეს პირიქით განვითარებულია მეცნიერულად ყველაფერი თან რაც მედიცინა გაქვს, ხდები რომ პირიქით კუჭმა უნდა იფუნქციონიროს, რაღაცა უნდა ჩავიდეს კუჭში, რომ ორგანიზმმა ის ცხიმიც დაწვას და კლებაში წავიდეს ორგანიზმი. მარტო შიმშილით არ შეიძლება ეს ყველაფერი და მაგ დროს გჭირდება ძალიან ბევრი სხვადასხვანაირი პროდუქტი, დანამატი და რავი, ხელშეწყობა რა ერთი სიტყვით რა, რომელიც ასევე ხარჯებთანაა დაკავშირებული და მანამ სანამ ახალ მებრძოლებს, ძალიან პერსპექტიულ მებრძოლებს ყურადღება არ მიექცევა, ხო? რთული იქნება რა, რომ ჩვენი სიტყვა თქვათ, მაგრამ
ახლა ნენელა მართლა ეს ბიჭები რო ახლა მერაბით ოფურია მაგალითად ყველაზე მაგალითები არიან, იმიტომ რომ ძალიან ცნობილი გახდა მაგათი დამსახურებით საქართველოში MMA და ფანობა წამოვიდა. ფანობა რო წამოვიდა, მაყურებელი წამოვიდა. მაყურებელი როცა არის უკვე ბიზნესის დაინტერესდება, იმიტომ რომ გიყურებს ვიღაცა. აგურის შემატკივარი ყავს და შეიძლება უფრო მეტი დაინტერესება წამოვიდეს. მაგრამ მებრძოლებს უნდა გადაალახონ აუცილებლად ის ფსიქოლოგიური ასპექტები და მეტი იმუშაონ თავის სოციალურ ქსელებზე თუნდაც რა, იმიტომ რომ მე ძალიან ბევრი მებრძოლის გამსვენია, ჩემი რეკლამა ისიქნება ბრძოლას რომ მოვიგებო. მე ძალიან ბევრი ბიჭი მინახავს რომ თავისი წაგებული ბრძოლა ისე მაგრა გაუპიარებია რომ იმას მოგებული ვერ გაუპიარებია რა. ანუ ყველაფერი არის რეკლამა, შეფუთვა, შოუ ბიზნესია დღეს და ძალიან საჭიროა ყველაფერი. კარგი, მე მაინტერესებს ეხლა სატიტულო ორთაბრძოლა გქონიათ აქამდე არაერთი გუნდში, ეხლა ბენოს აქვს ძალიან მაგარ ბიჭთან სატიტულო ორთაბრძოლა. და აი ამ პროცესზე სატიტულო ორთაბრძოლისთვის როგორ ემზადებით 5 რაუნდიანი ბრძოლისთვის და ზოგადად კონკრეტულ მომზადებასაც როგორ აკეთებთ, იმიტომ რომ აი დარწმუნებული ვარ ყოველი მეტოქისთვის სპეციფიკურად ემზადებით და ძალიან ბევრს აკლია ეგ სპეციფიკურად მომზადება. ყველა ბრძოლისთვის სხვადასხვანაირად უნდა მოემზადო და აი ეგ მაინტერესებს მაგ პროცესზე როგორ საუბრობთ. ამაზე ძალიან რთულად წავიდა ყველაფერი, იმიტომ რომ ყველა მხრივ განვითარებულია ეს მეტოქი რა. დისტანციასაც კარგად იცავს, ასე თუ ისე ჭიდაობს, მაგრამ აქ ძალიან ბევრი შეცდომა რა. და თან ჩვენ უყურებთ იმას, ბევრ ბრძოლებს უყურებთ ხოლმე წინასწარ რა. და იქიდან დასკვნები გამოგვაქვს, არის რაღაცა შეცდომა და არის რაღაცა ჩვევა რა. და ეგ ჩვევა აქ ძალიან ბევრი, რომელსაც შეცდომაში უთვლით ჩვენ და იქიდან უნდა ამოვაყირავოთ ესე ვთქვათ რა. კარდიო კარგი აქვს, თან სამწუხაროდ ისე არის რომ დოპინგ კონტროლი არ არის ამ ორგანიზაციაში და სადაც 35 წლის არის ეს მეტოქე და კრისი და დიდი ალბათობით იყენებს კიდეც 20 წლის ვირს ხავს. ხო, თაფლში ძინავს. ხო, მაგრამ ძალიან ბევრი შეცდომას უშვებს რაღაცებს, რაც აი წინა ფაითებზეც ჰქონდა იგივე რა და არასწორებს, იმიტომ რომ ის არის რა, მიჩვეულია ეგრე მოკლეს. აი მან გვინდა რომ ზუსტად მაგ კუთხეებზე შევუტიოთ რა. ბრძოლის გეგმაც გვაქვს ჩამოწერილი, კიდე ჩვენი მენეჯერი, ჩვენ ავსტრიელი მენეჯერი კოსის სათქაგის და AI-ს აწერინებდა რაღაცებს და ძალიან გვინდა რომ მოიქოს რა ბენო რა და ერთი ისა რომ ბენოც კარგ კარდიოზეა რა. ბენოს ვერ ვკლით ვარჯიშებზე, რაღაც არ ვაგებ. ძალიან გეუბნები დიდ გორი ქვია ჩვენ ვარჯიშს. ერთი კაცი არის ცენტრში და ყოველ წუთში მოწინააღმდეგე ეცვლება, ზოგი არის, ზოგი ჭიდაობს, ზოგი სტრაიკინგზე, ზოგი გრაუნდზე და 8 რაუნდს ისე აკეთებს, სულ ხო არ ეკლება რა. ანუ 2 წუთს დასვენებულ კაცთან მიდის ყოველი 1 წუთი ჩმოვიდა. იმიტომ რომ ბენოც ბენოს დაარბის როგორც მერაბი. ეგ ძალიან მაგარი ვარჯიშია რა. დიდ გორს რასაც ეძახით, იმიტომ რომ მეც რამდენიმეჯერ მქონდა ეგეთი ვარჯიში, სხვათა შორის რაღაც ვიდეოებში ვნახე რა და მაგიტო მომეწონა ეგ ისა რომ რეალურად ჩხუბში, ან ვარჯიშის დღეები როგორია, ხო, რომ ან მიდის მარტო ჭიდაობა, ან მიდის მარტო სტრაიკინგი, ერთი სპარინგი დღე არის, როდესაც შეიძლება გამიქსო და ისე შეიძლება სპარინგი ისე წავიდეს, რომ მთელი რაუნდი დგომში გაატარო, ან მთელი რაუნდი ერთი გადაიყვან და ვერ აგიდგეს და პარტერში გაატაროთ. და ჩხუბში ხშირად ხდება ისე, რომ გადაიყვან წამოდგება სტრაიკინგი, ანუ სხვა სრულები არის და მაგას სხვა გამძლეობა ჭირდება, ეგ სხვა კარდიოა. და ცენტრალურ ნერვულ სისტემას უნდა შეაჩვიო მაგას რა, რომ ერთი არის როცა რაღაცას წევ და ძალის მიერ ვარჯიშს აკეთებ, ჭიდაობ, მეორე როცა ფეთქებადი ვარჯიშები ჭირდება იმისთვის, რომ დარტყმა განავითარო და უფრო ასწრაფო და აი ამ შენი ცენტრალურ ნერვულ სისტემა უნდა მიეჩვიოს ამ გადაწყობა, გადმოწყობა საკითხით რა. და მე უკვე აი ამ ვარჯიშით კარგად ვახერხებთ მაგას. ხან წუთი ვაკეთებთ, ხან 30 წამში ვცვლით ხალხს და ამ შემდეგ რა. ანუ ის გვაქვს ჩაშლა. ეგ მაგ ვარჯიშამდე როგორ მიხვედით? როგორ დაანერგეთ ეგ ვარჯიში? რაღაც მართლა დიდ გორზე ვლაპარაკობთ თუ რაღაც იქნება სამრიგაციაზე და უცებ ბრახ მოვიდა ეგიდია რომ რაღაცა იგი განავსულიყავით რა და მე ვნახე მაგის მე ვნახე გრეგ ჯექსონი ავარიშე და ვიღაცას დაახლოებით იგივე სისტემით რა და ჩვენ ცოტა უფრო ჩვენი უბრალოდ გავაკეთეთ რაღაცები და მუშაობს რა ფაქტია ხო არა ეგ ძალიან კაი ისა კარდიოს ხრივ აი მერაბივით ბევრს დაარბისო, მაგრამ მარტო სირბილი ხო ახლა? არა, მარტო სირბილი არ ვიცი ხა მერაბივით სხვა რაღაცებს ასაკეთებს კიდე. მაგნაცილში არ ვარ მე ხო. ეს ვიდეოებს რო უყურებ ყველა ცუდი კარდიო უნდა გავდეს ასეთ რა, მაგრამ აშკარად ყველაზე მაგარი კარდიო. რაღაცა დაამუღა.
არა, ბენოც ისეა რა, ანუ მართლა 8 რაუნდით ჩვეულებრივ ის გვქონდა თან კვირაში ორჯერ კვირაში სამჯერაც გვქონდა ვარჯიში და ჩვეულებრივ გაჩავს. დღეში ორჯერ ვარჯიშობს. რაღაცა პერიოდი დარბის ლიფტინგს აკეთებს სპეციალური პროგრამა ჩვენ MMA-ისთვის. კიდე რაღაც თეისრომის ვარჯიშები ჭიდაობას ხალხი არ ჩასმოვიდა, ჯერჯერობით კარგად არის რა. კიდე ერთი ძალიან რაც მოუწევთ თქვენ დარბაზში და აი მაგათად ისევ სპონსორებაზე და იმაზე მივდივართ ხოლმე რა, უბრუნდებით ინტერესს. და ძალიან ცოტა დარბაზს აქვს ეგ რო აქ გალია. ხო. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც გალია გაქვს და გალიაში ატარებს სპარინგს. კი, შეიძლება რბილმა კედელმა ჩაგინასულს ჭიდაობის ხრება და მანდ დაამუშავა რაღაცნაირად, მაგრამ ძალიან ბევრს არ ესმის, აი გალიას რო მიეჯახები და იქ რო წაგაქცევენ და ჩამოიფხატები იმ გალიას, როგორი ტკივნეულია ეგ რა, ანუ ან თავით რო დაეჯახები, ან თითი რო მოყვება იმ გალიაში, ან ძალიან ბევრი ასპექტი. გალია ცალკე სპორტია. გალია ცალკე ვარჯიში ჭირდება. არ არის ის რომ რაღაც ოლიმპიური მოჭიდავე გადმოვიდა და გალიასთან აუცილებლად მაგრა იჭიდავს. კი, უპირატესობა ექნება რომ იმიტომ რომ ჭიდაობას მიჩვეულია და იმ ჯაჯგურს ასე თქვა რა, მაგრამ მაინც სხვა სპორტია, სხვა ტექნიკებია, სხვა კარდიოა და ასე შემდეგ. პლუსთან ახლა როცა დარტყმების ზემატება მაგ ყველაფერს გალიასთან კლინჩი. კი, მუაიტაი ზამაგარა ერთვება მაგ ამბავში. მუხლების სწორად. მოჭიდავებს ხშირად უჭირთ ხოლმე, იმიტომ რომ მაინც იმ რაღაც თავის გუნში იდგანან კედელთან და ხშირად მუხლები და რაღაცები ხდებათ, მაგრამ ეხლა ჩვენ კარგი მებრძოლი ყავს ერთი ლუკა მარიამიძე. კი, ტიტულოვანი მოჭიდავეა და ეხლა კარგად გადმოერთო რაღაცეებზე რა. ძალიან კარგი. მაგას ხონდა ხოლმე ზუსტად ეგ რომ მოხლი ხდებოდა რაღაცები, ეხლა ძალიან მაგრა კითხულობს რა. ძალიან კარგი. ბენოს სატიტულოს იქეთ რამე მზადება გააქვთ, რამე სხვა ეს დიდი ბრძოლისთვის კიდე. ფოლადას და გოგას ექნება 22 მარტს ჩხუბი რა. ისევ იგივე ორგანიზაციაში. ისევ იგივე ორგანიზაციაში. გოგა და ფოლადა არიან ის მებრძოლები, რომელიც Fight Pass-ზე მოახერხეს გამარჯვების მოპოვება ავსტრიაში. თან ძალიან მაგარ სტილში გოგამ ონი რეკორდი მოხსნა ნოკაუტით. ორგანიზაციის ყველაზე სწრაფი ნოკაუტი იყო 25. თან სხვაშორის გოგა ავიდა 70 კილოში. ხო. 66-ში იბრძოდა აქამდე როგორც მახსოვს. ისე ეგეც საინტერესო თემა არის 70 კილოს როგორ მოერგო და აი როგორ მოერგო მაგითო გეკითხები რომ ძალიან ბევრ მებრძოლს გონია რომ თუ დაიკლებს 30 კილოს და რაც უფრო მეც აღიდგენს უფრო მაგარი იქნება. არა და ზოგ მებრძოლზე ინდივიდუალურად არის შეიძლება ნაკლები კლება ბევრად მოუხდეს მას და ბევრად კაი კარდიო კონდეს სისწრაფე რეაქცია ნაკლები სტრესი. აი გოგას შემთხვევაში იყო ეგ ფაქტორი თუ არა? გოგას შემთხვევაში რა იყო ის ზონის გოგას აქ კუნთის დიდი მასა აქვს თუ ისე ფოლადასთან შეიძლება ორივე ზონაში იყვნენ თავიდანს დიდი მასა აქვს უფრო რა შედეგად კლება უწევდა უფრო მეტი წონის და სიმართლე გითხრა ძალიან უჭირდა იმიტომ რომ აღდგენას ვეღარ ახერხებ და ისე როგორც საჭირო ხა არაფერს არ ვაკლებთ იმ ბავშვში რომ ელექტროლიტებსაც გადასხვევსაც უყეთებთ ყველაფერს რაც უნდა ყოფილიყო მაგრამ იმდენად გადაღლილი იყო ორგანიზმი ხოლმე ამ კლებისგან რა რომ მე იქ უკვე იმ პერფორმანსს ვეღარ აჩვენებდა რაც საჭირო იყო და ეხლა არც კლება არც არ გაჭირვებია საერთოდ ხასიათზეც კარგად იყო რა თან ცოტა ის საუბრებიც ქონდა ჩვენ რა აი რა არის ძალიან ბევრ ქართულ მებრძოლს ემართება ხოლმე ის რომ აი იქ რო გადის ხო ეს სამშობლოს სიყვარული და ისა უფრო მეტად აწულა მხრებზე რა და რომ მეთქი მოდი გადი გაერთეთ მეთქი იჩხუბეთ და ეს სამშობლოს სიყვარული ზუსტად ის არის რომ შენ მოიგებ და შენ მოიღებ მეთქი შენ მხრებზე ამ ყველაფერს რა ეგ მე თავისი რა თქმა უნდა მოდი შენ რო ჩუბობ ისე ეგრეა რა და იქ ვიღაცა მელოდება ხო იცი სახში და ეს მიყურებს და ეგ უფრო მეტად განარიულებს რა და ფსიქოლოგიურად ისე განეწყვე ეს ორივე აი არ ვიცი რა ძალიან კარგად დაამთავრეს რაღაცა ვიგრძნობა იქ ჩემთვის ხო არა მესმის ყველა პატრიოტები ვართ და ის მაგრამ უკვე გვიცნობენ რა ისე აღარ არის რომ აღარ გვიცნობს და ისე სულხან საბახარ რა რომ იქ მიდიხარ და მარტო არავინ არ იცი შენი გოგა და მარტო შენ წარადგენ ყველა მიცის უკვე საქართველოს ყველა მიცის რომ ქართველი მებრძოლები ძალიან ტალანტები არიან კი და აღარ უნდა ეს რა იმიტომ რომ შენ როცა იქ მიდიხარ რა მოდი შენ შენი საქმე გააკეთე ჯობია და მაგით არის ის რომ შენ ქვეყანას ასახელებ და მე რა ვიცი დიდება და წარმატება მახიდან მოგსწორი წინასწარ თუ დაიგრუზავ თავს აი ძალიან დაგაწובה წნეხი და ძალიან ღლის ეგ ბრძოლაში კიდე იმიტომ რომ ემოციურობა ძალიან ღლის ეხა მაგალითად ამირანთაც ჰქონდა მსგავსი საუბარი რომ ქართველებიო და მე ვფიქრობ რომ კავკასიელებიც ზოგადად მაგრამ ქართველებზე შემოვიფარგლები ეხლა რომ ჩვენთვის ეს სპორტი მარტო ის არ არის ფეხბურთში წააგებ რა მაგრამ
ბრძოლაში წაგება ძალიან სხვანაირად გვაწვება რა, იმიტომ რომ ბრძოლა ჩვენთვის რაღაც მაინც ცოტა აღმატებული ფორმა არის რა. მაგრამ სწორია ის ასპექტი, რომ ჩვენ მაინც როგორც სპორტს უნდა შევხედოთ, აი ჩემი ტრენერისგან ძალიან ბევრჯერ სვენია ეგ, რომ აი შეხედეო რა ამ ევროპელებსო გამოდიან როგორც რაღაც სამუშაო დღე არისო მაგათთვის რეგიტიო, წავოთ, ყველაფერს ცდილობენო რა. გადაიყვანო, ეგრევე წამოდგომა ცდილობენ ის რომ ნერვი არ აუტოქტებათო, იმიტომ რომ რავი, რობოტებივით არიანო რა და ეგრე აკეთებენ ყველაფერს. ამირანზე იყო ბოლო ბრძოლაზე წონას რო იკლებდა საუნაში როცა იჯდა რა. დიდი ხანი ვიკლებდი წონას რა, ნაბუდ ნახევარი ღამე მოგვიწია გათენება და მთელი ღამე ვუსვენდით თორნიკ ერისთავის აუდიო ჩანაწევს. მთელი ღამე და იმას გადაკეტილია რა ის სხვაგან არის. ამირანზე გადავიდეთ პარკთან ამირანი სანამ ამერიკაში წავიდოდა უკანასკნელი რამდენიმე ბრძოლის მომზადება თუ სწორად მახსოვს მე ოქტაგონის მთლიანი კარიერა 3-0-ზე ოქტაგონში გაიარა შენთან კი აი ამირანზე რის თქმა შეგიძლია რის პრედიქშენი შეგიძლია იმიტომ რომ არის უკვე ჭორები რომ საკმაოდ მალე შეიძლება ჩაინიშნოს UFC-ში ორთაბრძოლას კი მეც მოდი მაგას ჭორის დონეზე გეტყვი კი რაღაცები ვიცი დიდი აი უახლოეს მომავალში ალბათ უკვე ვიხილავთ იმ განაცხადს რომ ამირანი კონტრაქტს მოაწერს ხელს რა ნახოთ მენეჯმენტს მოაწერა ხელი ისინი ბევრს აკეთებენ ყველაფერს რა და როგორც ვიცი მალე იქნება კიდეც რა და მისაც კარგი იყო ხა იქ წასვლა იმიტომ რომ ჩვენ დარბაზში პრობლემა არის ყოველთვის დიდი წონების რა მე მგონი საქართველოში პრობლემა და ისე საინტერესოა იმიტომ რომ ძიუდოში და სხვა სპორტებში სულ მძიმე წონაში ვართ მაგრამ MMA-ში რაღაც მძიმე წონები გვიჭირს ხოლმე მძიმე წონები ზოგადად ზარმაცელი არის ოღონდ მართლა რა აი იმდეს არ ვარჯიშობს ამდესაც დაუშვა და ბენო აი ვერა ვარჯიშობ გამორიცხულია იმდენი ვარჯიშობს რა მაგრამ აი ამირანზე ვერ ვიტყვი მაგას იმიტომ რომ ამირანი ძალიან მშრომელი არის ძალიან ყურადღებით უდგება ყველაფერს რა განსაკუთრებით თუ ფაითი აი ოფ სეზონზეც ყოველთვის კარგად ვარჯიშობს და თუ ჩანიშნული აქვს ბრძოლა მით უმეტეს კარგად აი ბოლომდე ჩართულია ყურადღებით და აი ერთ წამს არ დააგვიანებს ვარჯიშზე და ძალიან იცია რა და ეხლა ძალიან მიხარია სადაც არის მეერებთან და ბიჭებთან ერთად მეც ხო იმიტომ რომ ვიცი რომ მიაღწევს რა იმეც აი 77 კილოგრამში თან მებრძოლი არ ყავს და აი ამირანი დახატავს მაგ წონას რა ძალიან ღირსეული წარმომადგენელი გვეყოლება იმიტომ რომ მე ამირანი მახსოვს სადაც 20-21 წლის რო იყო ჯერ კიდე ბავშვი იყო მაშინ ემერჩი ისეთ ბიჭებს ეჩხუბებოდა და პირველივე რაუნდში ნოკაუტებდა რომ ну მე ძალიან მიკვირდა 21 წლის ბიჭი უკვე ამხელა რინგზე ამხელა რაღაცებს აკეთებს უბრალოდ რაღაც მიზეზების გამო ქონდა ჩავარდნები გაუმართლებლობების და რაღაცების გამო მაგრამ აი იმის სიმბოლო არის ამირანი რომ რაც აკოს გვაძლიერებსა და მართლა უფრო არ დანებდა რა პირიქით აი მაგათად კონტენდერებზე როცა ვკითხე მე ამირანს მითხრა პირიქით რომ მე იქედა რომ წამოვედი იმას მივხვდი რომ ისიც უბრალოდ ადამიანი იყო და თავისუფლად შესაძლებელია ყველაფერი და უფრო მეტი мотиваციით გავაგრძელებო როცა ძალიან ბევრი მებრძოლი შეიძლება და უბრალოდ ფარხმალი დაეყარა და ძალიან ბევრი ვინახავს ეგეთი რა ფსიქოლოგიურად უნდა ეს სპორტი ნახევარზე მეტი ფსიქოლოგიაა რა საერთოდ როგორც ბრძოლაში ისე მომზადებაში წონის კლებაში ხო ფსიქოლოგიაა რა და ამიტომ რას ფიქრობ ამირანზე რას უნდა ველოდოთ ამირანისგან ძალიან დაიხვეწა შენთან თვითონაც ის საუბრა ამაზე ბოლო ბრძოლებში ძალიან დაიხვეწა ადრესულ რომ ნოკაუტზე მიდიოდა ხოლმე ეგრე აღარ იყო ელოდებოდა თავის მომენტს კარდიოს კარგად ანაწილებდა MMA-ს ჩხუბობდა ყველაზე კარგი რაც არის მიქსავდა ვისთან საჭირო იყო ჭიდაოდა ვისთან საჭირო იყო სივიესთან რო იჭიდავა თვითონაც ამობდა რა ეხლა დავინახევ ჩემ თავში რომ შემეძლია ჭიდაობა რა ხო ნუ ეს თავდაჯერებულობას მოდი ძალიან კარგი იყო რომ ოქტაგონში გაიარა ეს ასე ვთქვათ გამოცდილება მან და UFC-ში არ მოუწია ამ გამოცდილების აღება უკვე ბევრად თავდაჯერებული შევა იგი UFC-ში და უფრო ხამაღალ განცხადებებს გააკეთებს მაგრამ მაინც აი როგორც მისი ტრენერი რას ფიქრობ აი რა როგორ მეტოქეს დაუპირისპირებენ რამდენად მალე შევატავთ 15-ში რას უნდა ველოდოთ ზოგადად ამირანისგან ხა ცოტა რთულია სიმართლე გითხრა მაგაზე საუბარი
იმიტომ რომ ამირანი ხალხი იყო ოქტაგონში ჩხუბობდა. საუბრები იყო ქამარზე და ასე შემდეგ რა. არ ვიცი, როგორი ეცი ესე რთულია ცოტა ამირანზე ლაპარაკი, ვის დაუკავშირებენ და ვის დაუპირისპირებენ და ასე შემდეგ. ამირანი როგორც დგომში კარგად ჩხუბობს, ჭიდაობაც კარგად იცის და გრაუნდზეც კარგად მოძრაობს და კარგ მახრჩობელოსაც და ყველაფერს აკეთებს რა. ერთ-ერთი მაგას რაც აყდა იყო სპარინგ პარტნიორები და იგი ხა ყავს. და აქედან გამომდინარე მე მგონია რომ ალბათ 2 ჩხუბი, 3 ჩხუბი და უკვე რაღაცა ცოტა უფრო მაღალ ლეველზე გადავიდა. მე მგონია რომ უკვე რა ვიცი ძალიან სხვა დონის ამირანს ვიხილოთ იქიდან გამომდინარე რომ სპარინგ პარტნიორები ძალიან ზრდის. და ძალიან მნიშვნელოვანია. თან ხო რა როგორც ვთქვა თქვი 77-ში მებრძოლი არ ყავს. ლევან ჩოხელით შეიძლება რომ UFC-ში გადავიდეს მე როგორც ვიცი ბელატორთან. ნუ საერთოდ ბელატორი PFL-მა იყიდა, კონტრაქტი გაწყვიტა როგორც ვიცი ლევანმა და მინდის მოლაპარაკებები რომ UFC-ში გადავიდეს ლევანიც და ლევანი 77-ში იბრძვის. და ორი ძალიან მაგარი მებრძოლი გვეყოლება. ლევანი მე მახსოვს პატარა როცა იყო. და მე უცებ რაღაცა კონტაქტი არ ქონია ესეთი რა და უცებ ნახე ამერიკაში იყო და იმდენად განვითარებული ნახე ეს ბიჭი რა პატარა ბავშვი მახსოვდა მე აი გააზრდილი და ჩამოყალიბებული ფაითი როგორ აი ძალიან გამიხარდა რა. კი ლევან აი მაგიტო ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ამირანი კი უკვე მაგარი მებრძოლია, მაგრამ კიდე ერთი თავის მაგარი მებრძოლი იქნება, იმიტომ რომ ლევანი ძალიან განვითარდა იქ. თუ აქამდე მარტო სტრაიკერი იყო, რომელიც ხელით ჩხუბობდა და ჭიდაობაში აი პირველი ბრძოლა სადებიუტო კრაჩმერთან სულ სწორად მახსოვს. AK დარბაზიდან იყო ხაბების გუნდელი, ჭიდაობის ნუქულებით წააგო რა, კონტროლით წააგო და მაგ ბრძოლის შემდგომ არანორმალურად განვითარდა. ძალიან ბევრი ციშრომა, ძალიან ბევრი იწვალა და ნუ ძალიან დიდი შედეგიც დადო. ჩემთვის უმაგრესი შედეგი დადო. ბოლო ბრძოლა იყო იმენა არ გამართლება. ხა ვისაც უნდა, რავი, რაც უნდა ის თქვას, მაგრამ ჩემთვის ეს იყო არ გამართლება, იმიტომ რომ დარტყვა, როდესაც აქ ხდება, შეიძლება ან ვაფშე ვერ იგრძნო, ან პირიქით ძალიან იგრძნო. ხო და მანდ არის რა გამართლების ამბავი. მაგრამ ეხლა ის უფრო მიხარია რომ UFC-ში შეიძლება ვიხილოთ ლევანი, იმიტომ რომ ლევანის ძალიან მაგარი მე მგონია მზად არის თან რა. UFC-ისთვის, იმიტომ რომ ჩემი აზრით პირდაპირ ტოპ 15-ში შეიძლება რომ დააჯახონ ვიღაცას ლევანი. იმიტომ რომ ბელატორში მაგარი სიტყვა თქვა. აი თან სტილი ისეთი აქვს საბრძოლო, რომ UFC-ს უყვარს ეგეთი საბრძოლო სტილის ბრძოლები. და ნუ ნახოთ რა იქნება, ნახოთ. ხო, კიდე მინდოდა აი აქედან, საქართველოსდან პირდაპირ UFC-ში მოხდეს მებრძოლი, თუნდაც ჩემპიონთა აკადემიიდან რა არის მაგისთვის საჭირო? ან რას ხედავ, ან რამდენ წელიწადში ხედავ მაგ ამბავს, ან რავი, აი. ჩვენი პრობლემა არის შეჯიბრების ჩატარება ლოკალურ არეაზე რა. ძალიან ცოტა შეჯიბრი ჭარბდება. ჩვენც ვატარებთ ახლა ჯერჯერობით გავჩერდით რაღაც მიზეზების გამო. მარტო თითქმის აი მარტო ერთი ორგანიზაცია, რომელიც ფუნქციონირებს და ყველა იქ ვერ იშხობს ხა რა. აქ გამოცდილება უნდა დაგროვდეს აუცილებლად, არ ვიცი, თუნდაც ისე იყოს რა, აი ხშირად მithkoms რომ რამდენიმე მებრძოლთანაც ვისაუბრე რაღაცებზე, ზოგს ძალიან დიდი თანხები უნდა, ზოგს საერთოდ არ უნდა ჩხუბი მებში და ასე შემდეგ. რა არის, უნდა ჩამოყალიბდნენ რაღაცაზე, ყველა ერთად უნდა დასწნენ, გავიაროთ ეს ყველაფერი, თუნდაც ერთმანეთთან სპარინგები გაცვალონ ბიჭებმა რა, იმ დარბაზმა, ამ დარბაზთან და ასე შემდეგ, რა ვიცი, მაგაზეც მუშაობთ ჩვენ ხა ვიღაცა საერთოდ და მე არის უკვე კარგი მენეჯერის პოვნა. შენ რო ლოკალურ ჩემპიონატებში რაღაცა რეკორდი გაქვს დაგროვებული, მე უკვე მენეჯერი ცდილობს რომ სადღაც ევროპაში გაგიყვანოს გაჩქულოს. იქაც რო უკვე სახეს მოიხვეჭ, ხა მაგალითად ჩვენი მენეჯერი არის, რომელსაც კავშირები აქვს UFC-ს ტიპებთან და აი მათესანგიზეზე იყო საუბრები რომ რაღაც ბევრი ვიღაც აკვირდებოდა მიშკულს და ამ შემდეგ რა. სწორი მენეჯერი უნდა იპოვო და არა ის რომ ბიჭებს ასე გაჩვენოს ყოლიათ ბევრი ისეთი რომ აი ხელს მოაწენებს კონტრაქტს კლუბს არ ჩაგინიშნავს ან აი ძალიან ცუდ მოწინააღმდეგესთან ჩაგინიშნავს ფეხებზე კიდე აი იმას იმისთვის ხარ მე ასე 200 რაღაცა ხო რა და არა ეს სწორი ტიპი უნდა მოიძებნოს მაგისთვის რა ჩვენ ვინც ყავს გაგვიმართლა მართლა იმიტომ რომ ისე დამეგობდით რა
აი მართლა ისე დავმოვიდეთ, აი ვიცი, ჩემიანი არის თავიდან ბოლომდე. ყველაფერში გვერდში მოყვება, ყველა ფაიტზე მოდის ვიღაც პრომოუტერებთან ჩხუბობს რაღაცაზე თუ არასწორად გაგვიკეთეს საუნა არ დაგვახვედეს ან რაღაცა რა. და ბოლომდე გვერდში ვიგას. ეგეთი ტიპები არის საპოვნელი რა და ეგეთი ახლა ჩვენ მარიანას გარდა კიდე ბევრი არიან რა. და მე უკვე მახიდან შეიძლება მაგ ყველაფერზე გასვლა რომ იუსინო მიხვიდე. კი, მეც მაგაზე ვარ, რომ ადგილობრივი გამოცდილება ძალიან ბევრს, ანუ რეგიონალური MMA უნდა განვითარდეს რა. თან არის რა მაგის შანსები, იმიტომ რომ ახლა ჩვენ როცა ვიჩხუბეთ ოქტაგონზე რა, მე რო კუთხეში ვიჯექი და ჩემ წინ გამოაცხადეს რომ აი იმიდან სრელი ფირას ზაჰაბიო და ნუ რა ვიცი ფირას ზაჰაბის ვიდეოს უყურებდი ხოლმე ყოველთვის რაღაცა და მოუგეთ. აი მე ამერიკან ტოპ ტიმიდან იყო ტიპი იმასაც მოუგეთ რა. ანუ შესაძლებლობა არის იმის რომ ეგ ტოპ დარბაზებიდან ტიპებს რა ვიცი. ჩვეულებრივად და მაგითო ამბობ რა ბევრი პატარა დეტალები არის რომლებიც უნდა გაიწეროს უბრალოდ და დაალაგდეს რა და ცოტა დრო უნდა მაგ ყველაფერს რა. ანუ ნახოთ აი იმედია გამოვა მე მჯერა რომ გამოვა რა ვიცი 12 წელი ველოდები მაგას მაინც მივაწვევი ბოლომდე. ძალიან კაი, იმიტომ რომ საჭირო არა რომ ვიღაცამ თავიდანვე აი ზუსტად ამ დროს რა, როცა რეალურად ჭირს ენთუზიაზმით ვიღაცამ გააკეთოს ეს ამბავი და რავი, ერთეულები არიან რა საქართველოში მართლა ეგეთები, ვინც ენთუზიაზმით რაღაცა კბილებით გააკ რა MMA საქართველოში, იმიტომ რომ სხვა შორის არის რაღაც თაობა MMA-ის მებრძოლების, რომელიც ამ განვითარების ეტაპს შეეწირა. კი, ძალიან ბევრი. ძალიან ბევრი, ძალიან მაგარი მებრძოლი, რომ სიტყვაზე ამერიკაში წასვლა მოიხერხებინა, ძალიან მაგარ შედეგს დადებდა. და გარკვეულწილად შეეწირა, მაგრამ ამ ახალ თაობის მებრძოლებს უკვე გაკვალული გზა აქვთ რა, ძალიან ბევრი მიმართულებით, უკვე წონისკლება უკვე ვიღაცას ეკითხებიან წონისკლებას, ხა დარწმუნებული ვარ, შენ, ბენოს, მათეს, ელემენტარული, ანუ გუნდში ამდენს რა გამოცდილება საერთაშორისო მასშტაბის შეჯიბრის, უკვე ვიღაცას რო აზრი შეგიძლია კითხო, რომ აი საღამოს რა ვჭამო და დილით რა ვჭამო ვარჯიშამდე და წონა როგორ დავიკლო და მარილი როდის ამოვიღო და რაღაც ანუ ელემენტარული კითხვები რა რო არის მარჩიელოს მებრძოლმა ეგეც ძალიან ბევრს ნიშნავს. თან ეს ინფორმაციული ვაკუუმი აღარ არის რა. ყველაფერი დევს ყველაფრის წონისკლების ფორმულა არსებობს იმის ფორმულა ყველაფერი არის რა უბრალოდ უნდა დაგჟე და მოიძიო გააკეთო შენ და ეგ არის. რამდენად გინდა მაგაზია დამოკიდებული. ხო, ეგეც არის კიდე, იმიტომ რომ ერთია ფაითერობა როცა გინდა და მეორეა რომ ფაითერი რო გახდები და აი ფაითერის რაღაცები უნდა აკეთო, მე ბევრი უკან იხევს მაგის გამო რა. ხო, ну თავარი ბრძოლა არის ბრძოლამდე რა, ბრძოლა არის გართობა რა. რეალურად ყველაზე რთული ნაწილი არის, ავი დღეში ორჯერ ვარჯიში, ქათმის ფილის ჭამა. მარილის გარეშე. რეჟიმი, აი რეჟიმი. ხან ბევრი წყლის სმა, ხან საერთოდ წყლის არ სმა. ია რაღაც 10 ლიტრა წყალი უნდა დალიო რაღაც. ხო, თერთმეტზე რომ უნდა გეძინოს, შუა დღეს რომ უნდა გეძინოს, რომ სწორ დროს გეძინოს, რომ აღიდი. ეგ არის რთული, ეგ არის თავარი ბრძოლა საკუთარ თავთან. მე იქ უკვე ერთ-ერთზე ყველა ბევრ შეიძლება გაიცნოს, მაგრამ იქ უკვე მარტივია რა. თან ხო იცი, აი ან წინა დღეს ან ვოქაუტზე გახსენდება რა გამაზე ხო კი ეგრე რაღაცაში რომ რაღაცა არ მოიქეცი ეგ გახსენდება და აი მე ეგრეა ნამდვილად მაგრამ როცა აი ეგ არის რა GSP ლაპარაკობდა მგონი მაგაზე რომ ყოველთვის ყველა ჩხუბის წინ ძალიან ნერვიულობდიო მაგრამ ერთადერთიო გამოსავალი ფორმულა იყო რომ ძალიან ბევრი მევარჯიშაო რა და მე ჩხუბის წინ ვფიქრობდი რომ რამე დავაკელი საკუთარ თავსო და არაფერი არ დამიკლე ყველაფერი გავაკეთე შესაბამისად გავდიოდიო რა თავდაჯერებული არა საშუალო ერთ-ერთი მებრძოლია GSP მგონი რომელიც ეს ძალიან ტოპ მებრძოლია და აი ხმამაღლა ლაპარაკობდა სულ იმაზე რომ აი მეზიზღებოდაო რა ბრძოლის წინა პერიოდიო ისეთ ნერვებზე ვიყავი სხვათაშორის მაგაზე ბევრი მინახავს რომ ის მაინდსეტი ვისაც აქვს რომ ვინც წინასწარ ნერვიულობს მე კეიჩი უკვე ის არ აქვს რა ის ნერვიულობის მომენტები ვინც აი ხო იცი ჩემი ეს ემოცია ყველას აქვს რა თუ არა ხა მე მაგალითად რავი ყველაზე მეტად ეს ემოციური ის გაქვს გახურებას რომ მორჩები და უკვე რომ სისხლი მოძრაობს და რომ დაგიძახებენ რომ მიდიხარ დროშით რომ გახარ და შენ აი მაგრამ როგორც კი ქართული მუსიკა ჩაირთვება ხოლმე, ნუ მე ქართულ მუსიკაზე გამოდივარ სულ. всё რა, აი მან აღარ უნდა მიყვებოდეს რა, ეგ ისა ჩემი აზრით.
ხო, ეგ არის არსებობენ მებრძოლები, რომლებიც მანამდე ბლოკავენ და არ ნერვიულობა, ყველაფერი კარგად არის და აი ემოციას არ უშვებს მომზადების პერიოდში და მე უკვე იქ ფაქტის წინაშე დგება რა ამ ყველაფერთან და იქ უკვე ბევრი მინახავს, რომელიც აი დარბაზში ერთ-ერთი საუკეთესობი არიან და იქ უკვე რა ვიცი, ნერვი ურტყამთ რა ვიდა. ხო, ანუ ძალიან ბევრი მინახავს მაინც რომ დარბაზში რაღაც ის ხო შეიძლება მებრძოლების ისინი მახსენებდა ბლახოვიჩი ლაპარაკობდა რა რომ მე დარბაზში რომ მივდივარო ყველა მცემს მაგრამ შეჯიბრზეო გადიანო და რა იმართებოდ ვერ ხვდებიო მე კიდე გავდივარ და კამარს ვიგებოდა ეგ არისო მთავარიო რეალიზება რამდენად შეგიძლია რა მაგ ყველაფერს და მაგაზეც ისევ და ისევ ფსიქოლოგიურადაა სამუშაო მებრძოლებში ხო მაგ ფსიქოლოგიას ხშირად უარყოფენ თითქოს რა არა და აუცილებელი ანუ უცხოეთში ისე დარწმუნებული ვარ ბევრს გაცინება ფსიქოლოგები ყავთ, სპორტული ფსიქოლოგები ყავთ, რომელიც ეხმარება მებრძოლებს იმაში, რომ ოქტაგონზე თავისი მაქსიმუმი გააკეთოს. ეხლა მაგალითად ფეხბურთი არის ბევრად უფრო ცნობილი სპორტი, იმიტომ რომ გუნდური სპორტია და ერთ-ერთი ყველაზე თუ არა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სპორტია და თითოეულ რაღაც კარგ გუნდში ფეხბურთის თავისი ფსიქოლოგი ყავს, რომ ის წნეხი გადალახოს და შემდეგ ხა MMA-ც არ არის მაგის გაშორს კი არა, დარწმუნებული ვარ UFC-ში ძალიან ბევრს ყავს რა თავისი ფსიქოლოგი და ეგ ყველაფერი დასანერგია რა რეალურად. კი, საწესი ეტაპები შენ თვითონ დამოუკიდებელ უნდა გადალახო, მაგრამ რაც უფრო მაღლა ადიხარ, წნეხი მით უფრო იზრდება და მით უფრო მეტი დახმარება გჭირდება რაღაცებში. მით უმეტეს თუ ისეთი ტრეშტოკერი ყავს, მოწინააღმდეგე, რომელიც აი რა განგრევს ფსიქოლოგიურად, აუცილებლად გჭირდება მაგრივაც რომ დაალაგდეთ ვინში, იმიტომ რომ და ჩვენ განსაკუთრებით გჭირდება, იმიტომ რომ ბრაზდებით რა, ანუ უხშინი ეს რა მითხარ. არა და რეალურად საჭიროა რომ ეგ ბრაზი კი გულში უნდა კონდეს, მაგრამ ცევიგონება კონდეს და შვიდად იბრძოლო და არა პირიქით გეზაუთი არ უნდა მოგივიდეს პირველ რაუნდში და ასე მეორე მესამე რაუნდში არ უნდა მოკვდე რა. და არავინ არ თქვას რომ მართლა ის შიში როგორ რაღაცა შიშის კონტროლი თუ იცი ყველაზე კარგი არის მაშინ რა. ანუ შიშის არის ცეცხლივით, ან გაიყინები და ნაკლები ცეცხლი აქვს, ან დაგწოს თუ მეტი და საშუალოდ რომ მაშინ თბები რა და მე გადაგაქრი მაშინ კონტროლი უნდა იცოდე მაყურებს ემოციის აუცილებლად. სხვა შორის წეგან ვახსენე, ცოტა გადახვევა მოგვივა, მაგრამ მე არ. სხვა წეგან ვახსენე, რომ მარტო ქართულზე კი არა კავკასიელების პრობლემა არის ეგ თქო რა, რომ ემოციურობა და ბრძოლის ხანერა დაახკმა. და ეხლა იყო გინდაც უმარ ნურმაგომედოვის ბრძოლა დვალიშვილთან და გინდაც უსმან ნურმაგომედოვის ძმების ბრძოლა პოლ ჰიუსთან. ორივე მებრძოლი მესამე რაუნდის მერე ძალიან დაიღალა. და მე ძალიან მგონია, რომ ეგ დაღლა არის ძალიან დიდი ალბათობით გამოწვეული ფსიქოლოგიური ასპექტიდან. მერაბი ვერ გატეხეს და მერაბმა აქეთ გატეხა და უმარს უბრალოდ გალიაში ყოფნა არ უნდა და ის დაემართა რაც ყველა წინამორბედ ოპონენტს მერაბისას და უსმასაც ანალოგიური მოუვიდა. და მე ვაკვირდები ხოლმე და მათ წინაშე, ანუ ამ ხო არის რა დაღესტანელი ჩეჩენი მებრძოლი, რაც ჩრდილო კავკასიელი მებრძოლების მიმართ რაღაც მითები ნახდათ არსებობდა, რომ აი დაუმარცხებლები და თუ გადაგიყვანეს всё და მაგათ რა მოვიოს და თუ დატეხელი ყურები აქვს და მოპარსული აქვს, всё არ ვეჭხობ. ზოგი ძალით იტეხავს, ვიცი. ჰა? ზოგიო ძალით იტეხავს, ხო, მე ის ვიცი, იქ ტაქსისტები მარტო მარცხენა ყურს იტეხავენ, მაგრამ მარცხიდან საშევი ჩანება, ანუ მოკლედ. ხო და ეხლა გამოჩნდა, რომ წნეხით რეალურად წნეხით, როდესაც მათი ბრძოლა გეგმის მიხედვით არ მიდის და რაღაცა წინაღობა გამოჩნდება ხოლმე, ერთ-ერთი გასაღები სწორედ მათ კარდიოზე შეტევა არის. მე არ მჯერა რომ მაგათ ფიზიკური მომზადება აკლიათ რა, ეხლა ჭიდაობაშიც მე თავისუფალ ჭიდაობაზე რომ დავდიოდი, ერთ-ერთი ბრძოლის ვემზადებოდი და უთხარი რომ ჩეჩეისის ვემზადები თქო და ეგენიო დაბადებიდან ტატამზე ყრიან, ანუ სულ დღე და ღამე ვარჯიშობენ, რავი, როგორც კი ფეხს აიდგავენ, ტატამზე შედიანო რა. ეგენი რომ ვარჯიშობენ, კი, შრომა შეუძლიათ რა, ძალიან შრომელი ხალხი არის, მაგრამ ისევ და ისევ ეს ფსიქოლოგია, როდესაც ბრძოლა მათი კარნახით აღარ მიდის და თავის თამაშს ვერ შემოახოვენ გარშემო, თითქოს ტყდებიან და თითქოს იღლებიან და თითქოს რაღაც გასაღები გამოიკვეთა ამ ძალიან მოკლე პერიოდში უსვანის და უმარის ბრძოლებით. მაგაზე რას ფიქრობ? აზრად მერაბის ბრძოლაზეც, პოლის ბრძოლაზეც. მერაბმა დაშალა რა. აი მარტივად დაშალა ისე რომ არ ვიცი.
მაგაზე მეტი ვინ უნდა გაუკეთოს ნორმაგობედოებს არ ვიცი. მართლა. მაგაზე არ ვიცი. დაცინა კიდეც კი სპორტული თვალსაზრისით, მაგრამ ფაქტია დაცინა რა. კეიჯთან როცა იყვნენ, ვიღაცებს ელაპარაკებოდა ეს საერთოდ. ვერ ინძრეოდა. მე შიშის მომენტიც გავუჩნდა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი გდება, რომელიც მე რა მაგააკეთა, იყო ის, რომ უბრალოდ ფეხზე ვერ იდგა ისე რა, ანუ არის შიშის მომენტში სამუხლები გიცახცახებს რაღაც რა, ისე მყარად ვერ დგახარ. ძალიან მარტივად გადაყავდა. როცა მანამდე კორმიესთან ლაპარაკობდა, რომ მარტო single leg-ი აქვს. შენი შვილი დაიცავსო მაგასო რა და ხე. და ზუსტად ეგ დებები გაუკეთა, რაც ახსენა. ცალფეხს აიღებსო და დაგფერთხავსო. ზუსტად ეგ დებები ზუსტად ეგ გაუკეთა ხო რა და იმდენად მარტივად მე ვიცოდი რა იქნებოდა ის რაც რა. სიმართლე გითხრა ის ორი რაუნდიც პირველი კარგი ხო, მაგრამ მეორე რაუნდი რატომ იცეს იმას, ეგეც ვერ გავიგე, იმიტომ რომ მაინც მერაბის იყო რა. და მერაბა ზუსტად სწორად გამოიყენა ის ტაქტიკა, იცოდა რომ მალე პირველი რაუნდს ვერ სულქავდა წესიად ყოს თქვა არეული ქონდა. მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე აი დაანგარია ტიპი საერთოდ რა. მე მივდივარ ისე რაღაც პარადოქსულ რაღაცასთან მაგაზე, როცა სტატიებიც დავწერეთ, ვისაუბრეთ ბევრი და თუ დავაკვირდებით ხო ეს ნორმაგამედოვები მაგალითად ნორმაგამედოვების ახალი სკოლა და ახალი თაობის მებრძოლები ბევრად უნივერსალური და უფრო შემდგარი მებრძოლები არიან და მაგას მე 1-2 წლის წინ ვამბობდი რომ იმიტომ რომ უფრო მაგრები არიან MMA-ში, სწორედ მაგიტო წააგებენ მეთქი. უმარსაც და უსმანსაც თუ დავაკვირდეთ, ძალიან ბევრ ქიქებს ხმარობენ. ფეხით ძალიან ბევრს მუშაობენ. ბევრს არ ესმის, რომ ძალიან დამღლელია რა ფეხით ამდენი მუშაობა. შეიძლება უშუალოდ kickboxing-ის sparring-ში იმდენად არ დაიღალო ფეხით ძალიან ბევრი მუშაობა, მანდაც დაიღლები. მაგრამ შეიძლება კიდე იმდენად არ დაიღალო, მაგრამ როდესაც ჭიდაობა ერთვება იქ და თან ფეხით დარტყვები და რაც უფრო მრავალფეროვან არსენალს იყენებ, მით უფრო მეტი საწვავი გჭირდება რა, ასე ვთქვათ, რომ მეტად შეძლოს. ხაბიბი მაგალითად დგომში იმდენი ისწავლა, რომ რთული იყო ხაბიბის გამოჭერა რა, ძალიან კარგი ბლოკი ჰქონდა, ჯებს ძალიან კარგად ხმარობდა, ან ჯებით უტევდა, წნეხში ყავდა, გადაიყვანდა და მიწაზე თავის საქმეს აკეთებდა ძალიან მაგრად. უბრალოდ არ ჭიდაობდა. ძალიან მაღალი fight IQ აქვს ხაბიბის მიწაზე. ის არ იყო უბრალოდ გადაყვანა და ცემა, ყველაფერს გათვლილად ეტაპობრივად აკეთებდა და მაგ ხრივ კიდე შეიძლება ხავის თუ დაუფასებლობა აკლი არ ვიცი, მაგრამ შეიძლება ცოტა კიდე დაუფასებელი იყოს მისი ground game. მაგრამ გინდაც მახაჩევზე რო ვისაუბროთ. მოიკანო მათ მოარტყა, იქ ერთი წაგება ნოკაუტით აქ, დასტინმა შრამი დაუტო, ანუ რაც უფრო მე დროს გაატარებენ ნურმაგომედოვის სკოლა დგომში, მით უფრო იზრდება იმის ალბათობა, რომ ისინი დამარცხდებიან. იმიტომ რომ თან დგომში განსაკუთრებით lucky punch-ის ალბათობა ძალიან იზრდება რა, რაც მე დროს ატარებდა. თითქოს ეს დახვეწილობა პარადოქსული რაღაცა არის, რომ რაც უფრო მაგრები არიან, მით უფრო წააგებენ და აი შეიძლება ვფიქრობ მაგაზე რა უნდა ქნა. მაგარი ჭუბუნდი. მე ვფიქრობ, რომ ცოტა კორნერი უნდა დაალაგონ მაგათო, იმიტომ რომ რამდენადაც კარგი ფაითერი არის ხაბიბი, ჩემპიონატი ასე რა. რამდენადაც კარგი ფაითერია და რამდენადაც აი კარგად განახოს ხომ გრაუნდზე, იმდენად ემოციურია რა კორნერში. და ეს ემოციური წნეხი უფრო უარესად მოქმედებს მებრძოლზე, ვიდრე კარგად. არის კატეგორია მებრძოლები, ვიდრე კარგად მოქმედებს, რა შეუძახებ და უყვი და შენაკეთ ნერვიულობ და ვიღაცას აღჭობ აქეთ მეორე კორნერს და რაღაცა, მაგრამ არის კატეგორია მებრძოლები, რომლებიცაც არ ჭირდება ეს და პირიქით კონკრეტული დირექტივების მიცემა არის საჭირო, რომ ეს ხენი და ნაკლებად დაზიანდება ის რა. ხო და ცოტა ეგ საკითხიც უნდა დაალაგო მაგათმა. მერე საბრძოლო სტილს რაც შეეხება, ხო, მეც გეთახმები მაგაში, რომ დგომში ნაკლები და უნდა გაატარო მაგათმა რა. იმიტომ რომ რაც პლუსი აქვს, იმას უფრო ნაკლებად იყენებენ. და აი ხაც PFL-ის ჩხუბი რო იყო რა. კი, უსმანს და პოლს შორის. ხო. მანდაც გამოჩნდა ძალიან ბევრი რაღაცა, რომ დგომში ძალიან დიდ შეცდომებს უშვებს. კი, როცა თან კიკერის წინააღმდეგ კარგი მოკრივეს, კარგი ფუტვორკით შეუძლია რომ ძალიან კარგი კონტრდარტყმები გააკეთოს. ზუსტად ეგ გააკეთა რა. როდესაც საციო დგომში გადადიო, სხვათა შორის მაგაზე არ მილაპარაკია და დარწმუნებული ვარ რომ მახაჩევი პორიეს ჩხუბის თანახი გექნება და ძალიან ბევრი მსგავსება დავინახე. და ეგ აქამდე ვერ ხედავდი მაგას, როგორც გასაღებს უსმანის წინააღმდეგ, მაგრამ პოლმა და პოლის კუთხემ ძალიან მაგრად გააკეთა, რომ როდესაც ჭიდაობა არ გამოსდის, თუნდაც მახაჩევს და თუნდაც უსმანს ტაიკლინჩში გადადიან და ტაიკლინჩიდან სულები რომ მუხლებით დააზიანონ.
პორიევს არ ვიცი დაგეგმილი ქონდა თუ არა, მაგრამ ტანში ძალიან მაგრად ემუშავა მახაჩევს და პოლმა ეს ძალიან მაგრად გადმოიტანა, რომ როდესაც ტაიკლინს შეეცდებოდა უსმანი, მაშინვე ღვიძლში თუ მეორე მხარეს უტევდა და დაშალა რა თითქოს. ცოტა იქ რო ჩიტინგი არ არის რა, მაგრამ იქ რო პოლივით მოქცეულიყო და ეგრევე გაიგრძელებინა მეოთხე რაუნდში თავებით შეჯახების შემდეგ ბრძოლა და 5 წუთი რო არ დაესვენა, საერთოდ სხვა სცენარი შეიძლება და წასულიყო, იმიტომ რომ უკვე ხელი ღვიძლთან ძალიან ქონდა ჩამოწეული და უკვე გერევა მაგდოს ბოდი პანჩებს უკვე კი კუთხეში რო იჯდა, სუნთქვას ვერაწყნარებდა. ვერაწყნარებდა სუნთქვას უსმანი და პოლმა აჩვენა, რომ თან მოთმინებით, ცენტრის წართმევით, წნეხით და თავისი მომენტის დალოდებით თურმე შეიძლება იყო. საშუალებით ბოლო წამებზე ის ტრიფიც პორიემ გაუკეთა, მახაჩვით ხავითთან არ გამოუვიდა, მაგრამ მახაჩვთან გამოუვიდა. ეგეც ზუსტად თითქოს მაქედან გადმოიღო, ანუ ძალიან ჭკვიანი კუთხე და ძალიან ჭკვიანი მებრძოლი არის აშკარად. მარტო კუთხე არ ყმარა, უნდა რეალიზება შეიძლება. ხო, რა თქმა უნდა, ერთიანაც გეუნებიან და მეორე შეიძლება ასრულებ რა მანდა. გას ფიქრობ ჰიუზე, ან უსმანზე? მე მინდა ბელფასტში რემაჩის დავა. ძალიან მინდა რა. ისაც უნდა. კი. უსმანა ძალიან სასიულო განცხადება გააკეთა, ანუ კაი რა, 3-4 ბრძოლა უნდა მოიგოს რემაჩში და დაიმსახუროსო რა. ანუ საერთოდ ეს ბრძოლა ფრე უნდა მიეცათ რა. ეგრე უმარმაც მოიგო. ხო. ეგრე ამბობდა. უმარიც ამბობს რომ მოიგეო, მაგრამ ეგ არ რაღაცნაირად ვერ იღებენ. წაგება ვერ მიიღო უმარმა. ვერც ხავი ფასოთაშორის ის მე ვნახე რა ეს და დეინავეც რო კამარას არ ეგ ვერ დავამღამე. ანუ მართლა მაგას ცდილობდა ვითომ რომ მე თითქოს იმ body language-ით რაღაც თავზე რო იყიდებდა ხელს და ჩამოკიდული იყო, მე თქვი იცის ხავი თუ არა ვის უნდა ცოლნდა რომ ეგ ბრძოლა 100%-იანი წაგებული იყო. თან ყველაფერს თავი დავანებოთ ჩემპიონშიპ რაუნდები ჩემპიონის წინააღმდეგ იყო რა დამარცხებული. კი უმარი დაუმარცხებელია და 0-ს დიდი წონა აქვს, მაგრამ მაინც ჩემპიონის რო კამარი წართვა უნდა დაჩაგრო. ეგ არის ეს. ხო, რა თქმა უნდა, მაგრამ კი. ჯონსმა მაგიტო შეინარჩუნა რეიესთან კამარი მაგალითად რა და ნუ რა ვიცი. მე სიონით ნახავდი რემარცს, მაგრამ მაინტერესებს აი UFC-ში აპირებენ ხო უსმანს ახლა უმიზნებენ, რომ მახაჩევის მერე უსმანი უნდა გახადო ჩემპიონიო, that's the father's plan რა და რამდენად დაძლევს შანსებს უსმანს ჩემპიონობის? ჯერ მე მინდა რომ ილიამ დაანგრიოს მახაჩევი. კი. და ვიცი რომ დაანგრიოს რა. და ფიქრობ რომ უნდა ავიდეს 70-ში. კი, მაგამაც უნდა ავიდეს. მე ესეთ რაღაცას ვფიქრობ. ილიასთვის არის ასწორზე რაღაცა. ილიას შეუძლია ევლოევი რო დაამარცხოს, თუნდაც მარტო ევლოევი რო დაამარცხოს და მის ნულიანი წამოიღოს და დარწმუნებული ვარ რომ ევლოევს გადაუგლის. 66 კილოს ყველა დროის საუკეთესო სტატუსს მოიპოვებს სალსახად და ყველა დროის საუკეთესო გახდება წონაში, სადაც ჩემპიონები იყვნენ მაგრეგორი, ჟოზე ალდო, ჰოლოვეი და ვოლკანოვსკი, ანუ ყველა ელიტარული სახელია და ამ ელიტარულ სახელებში რომ ყველა დროის საუკეთესოობის შანსი გაქვს, სხვა ისტორიაა რა, კიდე. მე ვფიქრობ რომ ევლოევთან მაინც თან რატოღაც ვგონია რომ ევლოევი მარტივი უკმა იქნება ილიასთვის რაღაც სტილიდან გამომდინარე. რომ დგომშიც დაჩაგრავს და მიწაზეც დაჩაგრავს. კი. შეიძლება ჭიდაობაშიც დაჩაგრავს. უბრალოდ ჭიდაობა ერთადერთი ყველაზე დიდი პლუსია ევლოევს. და აი ამის შემდგომ შეიძლება რომ 70 კილოს კამარზე უკვე დაბლ ჩემპიონის სტატუსზე გაიწიოს, იმიტომ რომ ეს წონის გაუთობა ძალიან მაგარი რაღაც არის რა. და მერაბიც წონის გაუთობასთან არ არის შურს. რა ვიღადარჩა პრინციპში. ასავი რა. კი, ნუ მერაბი ძალიან humble person არის და ანუ სტერლინგიო, ან კრუზიო, მაგრამ ამდენი ჩემპიონის ედიზეთ დამარცხებული და თან ასე დამარცხებული მე ვერ ხვდები მერაბზე წინ ვინ უნდა დააყენო. ან საერთოდ ვის უნდა შეახვედრონ მერაბი? ხო, აი მაგას ვფიქრობდი მეც და ვერ ვიხდი, აი ვიღა დარჩა ან რა იანთან რემატჩი, ან რა ომალისთან რემატჩი. ანუ ხო, ერთად ეგ როგორც აი კრივში არის ჯოშუა ის ერთმანეთს წრეში ტრიალებენ, ალბათ ეგეთ რაღაც დატრიალდება ისე მანდაც. კი, მე საერთოდ ვფიქრობ რომ უნდა დაისვენოს, ახლა შეირგოს ჩემპიონობა და შემდგომ ან საერთოდ იანი ომალი დაუპირისპირდნენ რემატჩზე, იმიტომ რომ
ომალს არ მოუგია ჩემი აზრით იანთან ეს ბრძოლა. ნუ ბევრი სხვანაირად ფიქრობს ჩემი აზრით. ანუ იანს რატომღაც ომალსთან ჭიდაობა მინუსად ჩაუთვალეს, იმიტომ რომ ორივე სტრაიკერია, მაგრამ მინუსად რატომ უნდა ჩაუთვალო, როცა მოახვია თავისი გეიმპლანი თავზე და გადაიყვანა. კი ზია ძალიან ახლო ჩხუბი იყო, მაგას ახლა რობერის ვერ დავარქვი, იმიტომ რომ ძალიან ახლო ჩხუბი, იმიტომ ძალიან ახლო რომ ან იქეთ წავა, ან აქეთ რა, მაგრამ მე აინც უფრო იანისკენ ვიხრებოდი, მეგონა რომ იანმა მოიგო ეგ ბრძოლა. ხო და გამართონ რემატჩი და მოგებული ახლა ფიგურედოს რომ მოიგო იანისთვის, საერთოდ სხვა ის იქნებოდა სიტუაცია. ფიგურედო იქნებოდა რეალური კონტენდერი, მაგრამ ახლა წაგების მერე ერთი მოგევითაც ფიგურედო სატიტულო იმას ვერ დაიმსახურებს რა. ერთ-ერთი არის სეხუდო და იმას სონგი სეხუდო კიდე იჩხუბა ეგ არის კიდე ცალკე რა. ხო, მაგრამ სეხუდო რატო დაბრუნდა იადონგთან მაგასაც ვერ მეხუთე. ანუ ამ ხელა სახელი იადონგი მგონი ტოპ 5-იც არ არის. ტოპ 10-დან ტოპ 5 მე-7-ზე თუ რაღაც ეგრეა თუ სწორად ალბათ ასაღიდან გამომდინარე რომ რაღაცა ანგარიშებს ივსებს. შეიძლება, მაგრამ სატიტულო რანის ამბიცია ნებისყოფა თუ აქვს ამ ასაკში თან ძალიან რთულია ასაკს რო თავი დავანებოთ მწვერვალზე რო იყავი იქედან თავიდანაც ესე მაგწვერვალზე ძალიან რთულია რა. რა ვიცი, საინტერესო. ესე იგი ფოლოდას ისე მინდა დაუბრუნო. რა ფოლოდას და ქისტაურს გოგას აქვთ ჩანიშნული ბრძოლები. მეტოქეები იცით? ფოლოდასი ვიცით იმადგან პასუხს ველოდებით. იტალიელი მებრძოლი არის. უფრო დიდი რეკორდი აქვს ვიდრე ფოლოდას რა. კაპონე ხო არ არის? ერთი კაპონე ვიცი იტალიელი მებრძოლი. არის გაბრიელ გალუციო თუ სწორად ვამბობ. არის. ხო და ერთი მებრძოლი ცოტა მეთქი გავარტყა. ხო, ისე ფოლოდას რეკორდი ძალიან საინტერესო ბევრი ნაკლიდან გადმოვიდა და სამიშენებითა ყველა ბრძოლა მოგებული. თან ანუ ბერნაკში ნოკაუტებსაც აკეთებდა, ხო, მგონი. ნუ პიდული რო დაანოკაუტა ინა ნახი მაგალითად ყველას აქ ნახი. და ეხლა ანუ აშკარად უნივერსალური მებრძოლია, რომელსაც გონჩის და მიწაზე ბრძოლა შეუძლია. ბაზა აქვს რა. ფოდა იყო ძიუდოისტი. აქ კერძე აქ ოლიმპიადის ლოგო დახატული, იმიტომ რომ ჩემი ოცნება იყო რომ ოლიმპიადის ჩემპიონი გახვდარიყავია. მაგრამ გადავიდა MMA-ში. MMA-ში. oni დაუფასდებაო მე კი, არა, იმიტომ რომ ფოლოდას ისეთი ტიპია რა, ანუ ძალიან ყურადღებით ექცევა თითოეულ დეტალს რა და მაგიტომ. მე ფოლოდას ბრძოლაში ის მომეწონა, რომ მესამე რაუნდში ფინიში იპოვა მაინც ამთან იგებდა. მაგრამ ძალიან რთულია, თან ფსიქოლოგიურადაც რთულია მებრძოლებისთვის ეგ რომ მესამე რაუნდში ფინიში იპოვა და კიდევ უფრო არ ლახავენ იმ ბარიერს მებრძოლები, რომ მესამე რაუნდში შესაძ ბრძოლა გარანტირებული გაქვს ფინიშზე რატო წახვიდე. მაგრამ რეალურად ფინიში ძალიან მაგარია რა, რეკორდისთვისაც მაგარია, ხა 100%-იანი ფინიშ რეიტი აქვს ფოლოდას. და ძალიან კაია ეგ ამბავი. გამოცდილ მებრძოლებთან ხა ალბათ გრძელვადიან კონტრაქტს აპირებთ. Cage Series ესე ქვია, ხო, Cage Series. ნახოთ ჯერ ესე არ ჩქაროთ რა, რომ გრძელვადიან კონტრაქტი იმასაც, იმიტომ რომ მაინც ოქტაგონისკენ მიგვიწევს რა, მაგდაკ დააგროვს რაღაც გამოსვლებას და ვნახოთ რა. აი, ოქტაგონიდან UFC-მდე გზა რამდენად რეალურია, ეგ მაინტერესებს. ძალიან რეალურია მოხდა. ხო, ანუ რამდენად უყურებენ? კი, ოქტაგონს კონტრაქტშიც აქვს ჩადებული, რომ თუ UFC-ს კონტრაქტს უნდა მოაწერო ხელი, ჩვენ გიშურთ შევალებთ. რაც არ უნდა კონდეს დარჩენილი ბრძოლები რა. აჰა, ასაგები. ну ძალიან კარგი. ანუ რეალურად ოქტაგონიდან UFC-მდე გზა ძალიან მოგლია. აი მურადოვიც ოქტაგონის მებრძოლი იყო და მე UFC-ში იყო და ეხა ისე ვარ დაბრუნდა. და ბევრი ფაითერი არის, ვინც იქიდან გადავიდა რა. მე მესმის. იმიტომ რომ მე აი მაგაზე ჭორები გავიგე და ძალიან ბევრი თან სხვა შორის დისკუსიაც ჰქონდა მაგაზე, რომ მათ ჩემპიონი გახდა და რატო არ წავიდა UFC-ში. მე ისიც გავიგე, რომ მათ ეს შემოთავაზებაც ჰქონდა რაღაცები და ნუ არ ვიცი რა რეალ ხა ჭორების იმაზე არ მინდა ვილაპარაკო რა. მაგრამ აი მათესის რამ განაპირობა ან მათეზე რა გეგმები გაქვთ ხა? ხო მათე მე ხა უნდა მოიგოს რა. მათეს ბოლო ჩანიშნული აქვს? ჯერ არა, მაგრამ ველოდებით რაღაცებს. 61-ში აპირებს ისე. 61-ში აპირებს ისე ხო. ვერ იმატებს, რა 72-73-ია დაახლოებით მე. ჩუბის დღესაც და როცა იკლავს მაშინაც რა. ერთში როცა იკლავს ახერხებს აღდგენას, მაშინ ისე ის, აჰა.
გინდ 6-ში იყოს, გინდ 1-ში არ მაგას ათესვის მნიშვნელობა არ აქვს, 12-მდე ადის რა იმის იქ ვერ და. მაგიტომ ჯობია 70-ში, იმიტომ რომ აღდგენას ახერხებს, სიმაღლით უფრო მაღალია ხოლმე, ცდობა უფრო დიდი აქვს, თან მათ ეს counter ფანჩერი ხო, კარგი აქვს რა და ყოველს კარგად მუშაობს ეგ მეორე ნომრად. ჭიდაობა ძალიან კარგად შეუძლია ხომ, რასაც უყურე მათეს ბრძოლებს, უკანასკნელ ბრძოლებში. თან გრძელი კიდურები სამეშენებშიც ძალიან ეხმარება. ხა დარცის შეკვრა შეუძლია ძალიან მარტივად მაგალითად და ცოტა წვრილი ხელი აქვს, რასაც უყურე. და ეს წვრილი ხელი ძალიან უბედური რაღაც არის მახრჩობელებზე რა, იმიტომ რომ ზუსტად ძლიერად არტერიებზე კარგად ადგება და თუ მაგას სწორად გამოიყენებს და იყენებს მათ ამ ყველაფერს სწორად, ძალიან სახიფათო შეიძლება იყო რა მაგ ამბავში. და გაბარიტების ამბავი მართლა არის რა, იყენებს. ხო, ну 61-ში, ანუ უბრალოდ იყო ის ამბავი, რომ თითქოს 66-ში ძალიან მაგრად გამოიყურებოდა ყველაფერს იგებდა, მაგრამ 61-ში თითქოს არ გამოუვიდა. ხო, მან ძალიან ბევრი ისეთი პირადი ფაქტორიც არის, რატოს არ გამოუვიდა რა და ეხლა მე ვფიქრობ ყველაფერი დაალაგა, რაც დასალაგებელი ქონდა აქეთ გალის, აქეთ და ეხლა უკვე გალიაში შევა ისე როგორც საჭიროა რა, როგორც გვინახავს მათე ყველას რა. კი, იმიტომ რომ რავი, მათე ერთ-ერთი ახალი თაობის წარმომადგენელია, მაგრამ მაინც იმდენი ხანია ამ სპორტშია, რომ რავი, ასანეთ როგორც ვეტერანს ისე უყურებ ხოლმე რა, არა და რეალურად ის nickname-იც სწორედ next gen-ია, ხო? კი, ახალი თაობის წარმომადგენელია მართლა და ძალიან საინტერესო მებრძოლია, რომელსაც დგომში შეუძლია ბრძოლა მიწაზეც ჭიდაობაში სანამ შეუძლია რა, მრავალფეროვნება და ძალიან კარგია. და საინტერესო იქნება მისი UFC-ში ნახვა რა და ალბათ არ უნდა იყოს ეგ დრო შორს ეს. არა, ხო, არ არის შორს, ალბათ რაღაცა ფაქტორები არის, რომელსაც გადავახავთ რამოდენიმე ალბათ რამოდენიმე ბრძოლას. ომალიზე ბევრად მაღალია, ხო? ომალიზე მაღალი არის კი. არა და ომალი 61-ში ძალიან მაღლად ითვლება და. სხვადასხვა მერაბი ახლა შემოსული იყო მათესთან სპარინგობდა სპეციალურად ომალის დროს რა. კი. ძალიან კარგი. ხენებდა რაღაცებს და თან მერაბთან გააქვთ ახლა ურთიერთობა შესაბამისად ამერიკაში როდესაც საჭირო გახდება და მერაბი ისეთი ადამიანია, რომ დარწმუნებული ვარ იმ პირველად დახმარებასაც ყველას სჭირდება, ვინც არ უნდა ჩავიდეს იქ დაკვალიანება ელემენტარული, აუცილებლად მერაბ ძალიან დიწული აქვს რა მაგაში, ძალიან ბევრი მებრძოლს დაეხმარა იქ. ამირანი იყო ჩასული ოთარს კუთხეში ედგა, საჟინიანსაც, იქ ლიანა ჯოჯუა საერთოდ მაგან მოამზადა ქართულ მებრძოლებს უყურადღება დარტოვებს და ეგ ერთი კი არა მერაბს რო დავაკვირდეთ ქართული წრე მერაბმა შეკრა. კი. ქართული რაღაც დაჯგუფება არის უკვე ბანდა არის რა. რომელსაც უნდა მოერიდო რა. მაგრამ რეალურად მერაბმა შექმნა ეგ მერაბის დამსახურებაა, ეგ რო არა, ეგრე მარტივად ვერ მოიყრენენ. თავსა ძალიან მიხარია რა, ეხლა რო უყურებ რო ეხა ეგრე იყვნენ ძალიან მაგალითად ისე სხვები დაღესტნელი რო ჩადიოდნენ, ჯგუფებად დადიოდნენ და აი ერიდეთ რა მაგათ. ეხლა ძალიან მიხარია რომ ქართველები ესე ერთმუშტად შეკრული იქ ძალა არიან, რომელიც ერთმანეთს გვერდში უდგანან და ძალიან კარგია რა, აი ძალიან კარგია. ბევრ ქებას იმსახურებს. ჩემპიონობის და мотиваციის გარდა მერაბი მაგხრივად ძალიან ბევრ ქებას იმსახურებს რა. სხვათა შორის ზუსტად ეგ ფაქტორიც მგონია რომ მაგანაც იმოქმედა მერაბის ოპონენტზე ხა რა. რომ ესენი რაღაც ერთად დროს ადრე იყოს რომ ქართული მარტო იყო ესენი ერთად დადიოდნენ ეხლა რომ ეს გამოჩნდა ის ვიდეოც რომ გადაიღეს რომ ღერიან და რაღაცას სიგიჟებს აკეთებენ ხო მაგასაც ეგეც იმოქმედებდა აუცილებლად რა მაგაზე რა კი კულტურა გაიტანეს ქართული კულტურა თან რაღაც ძალიან გულიანი ეხლა ალექსანდრეს რო ბრძოლა ავსტრალიაში ალექსანდრესთან უნდა წავიდე ჩემპიონი გახდა დაიცვა ქამარი და იმისაც რომ დაისვენოს მედის ალექსანდრესთან რომ ბრძოლაში მოსამზადებლად დაეხმაროს. ნუ ძალიან ბევრი არიზავდა მაგას რა, ძალიან ბევრი არიზავდა მაგას. საჩემპიონო ბრძოლის კი არა, ბრძოლის მოგების შემდგომ. არა ხო. ყველა იმას ფიქრობს, რომ წავედი ახლა. წავიდა გულო რა, მაგრამ ხო, ანუ ძალიან მაგარი კაცია რა. ალექსანდრე ძალიან მაგარია. ილია და ალექსანდრე იყვნენ ჩვენთან დარბაზში რა. ხო. და მე ეგეთი დონის კრეპლერები არ მინახავს. და ილია ძალიან ვერ გამოყოფ ახლა რომელი უფრო მაგარია, მაგრამ ერთ ვიტყვი რომ ილია როგორც კაი სენსეი, ბევრად უფრო მაგარია ვიდრე ილია. ისა ბოდიში ალექსანდრე უფრო მაგარია ვიდრე ილია, იმიტომ რომ ალექსანდრე ზუსტად ის გადმოცემის უნარი ქონდა, რაც მე ვნახე ახლა იმ წუთას შეიძლება ისე იყო.
უფრო კარგად გიბეჭდავს თავში ის შემსრულებელი ის ყველაფერს ასრულებს აი გიჟივით რა მაგრამ ეს არის ახსნის და გადმოცემის უნარი ბევრად დიდი ქონდა რა და ვიმედოვნებ რომ ეხლა ამ ბრძოლაზე გამოიყენებს ამ ყველაფერს რა იმედია ალექსანდრე თუ ამას ნახავს არ მიწყეს რა არ მიწყეს ნუ მე ძალიან გულშემატკივრობ ალექსანდრეს ხა მაგაზე ორი აზრი არ არის ძალიან მინდა რომ როგორც სიტყვაზე Nate Brothers იყვნენ ეგრე იყვნენ თოფურია ძმები UFC-ში უბრალოდ მე ალექსანდრეზე ერთადერთი ფაქტორი რაც მაფიქრებს და მაღელებს და მანერვიულებს არის მისი საბრძოლო გამოცდილება ნაკლები საბრძოლო გამოცდილება აქვს მე ეჭვი არ მეპარება იმაში რომ ძალიან მაგარი ბიჭია მე მაშინ დავრწმუნდი რომ ალექსანდრე ძალიან მაგარი იყო როდესაც კუთხეში ვუსმენდი რასეუნებოდა ილიას ძალიან მაღალი fight IQ აქვს და სხვათა შორის ხაბიბზე წერა რას თქვი მაგაში მეც გეთანხმები გილბერტ ბერნსმა დაწერა ერთი კაი ტვიტი მაგაზე რომ ხაბიბ ძალიან ბევრი აქვს კორნერმენად სამუშაო ეგრე არ არისო რა ალექსანდრე ძალიან მაგარი კორნერმენია ძალიან შედის თუ არა მაგალითად ჯაი ჰერბერტთან ბრძოლა გავხსენოთ. ალბათ ყველა გავშრით რა პირველ რაუნდში ხა მეც რო ვუყურებდი მეთქი всё რა ეხა ძალიან მძიმე დარტყმა გაატარა მაგრამ კუთხეში რო შევიდა ალექსანდრე იმდენად ისე შევიდა რომ არაფერი არ მომხდარა არაფერია რა ანუ პირდაპირ გამოსავალზე დაუწყო ლაპარაკი დაამშვიდა ანუ ის კი არა რომ აიმე ეს რა მოხდა და ხაბიბა რო შევიდა უმართან ბრძოლაში დაუწყო ჩხუბია კიდე ჩხუბი უნდა მაგას ჩხუბი იქაც არაკლია რა ისეც იცი რომ არ მიდის საქმე ისე როცა წავიდეს და უფრო წნეხია რომ მებრძოლი ხარ ძალიან დაღლილი ზიხარ კუთხეში და ხედავ შენს იმედს რა შენი კორნერმენი არის ერთადერთი იმედი რომელსაც შეუძლია პატარა დახმარება გაგიწიოს მან და ხედავ რო არის გაბრაზებული მაგრა დაღელვებული და დაძაბული შენზეც გადმოდის ეს ყველაფერი რომ ანუ ცუდად არის საქმე რა ანუ всё ხო აი ფაქტორიც ინდივიდუალური ზოგ ჭირდება ეგ ზოგს არ ჭირდება და ჩიმაევზე იყო მაგალითად ეგა ჩიმაევი გილბერტ ბერნსის ბრძოლის დროს თავზე დაამხო ყველაფერი მგონი კუთხემ ჩიმაევს რამდენად იმოქმედა კარგად მაგან ხა ჩიმაევზე ვერ ვიტყვით რა ვიცი ანუ კი მოიგო მესამე რაუნდი გილბერტმა დააკლო რა რაღაცნაირად მე განსა დამჭა რომ მეორე რაუნდში გილბერტი რასაც აკეთებდა მესამე რაუნდშიც ის ძაღლურად უნდა ეჩხუბა რა ვიდრე ისე რომ რაღაც შეკრულიყო მაგრამ ну ხო მაინც ჩემი აზრით უმეტეს მებრძოლზე ის სიმშვიდე უფრო უნდა ვრცელდებოდეს კუთხიდან ვიდრე ის აღელვება და ასე ჯობს გამოსავალზე ხა მეც ქონია ეგ მომენტები თავიდან როცა დავიწყე სულობა ძალიან რთული იყო რა ეს ემოციების მოტოქვა ძალიან რთული იმიტომ რომ თან გულშემატკივრო თან უნდა მიეხმარო რა კიდე ეხლა როგორ ვიცი ვცდილობ რომ საერთოდ არ გულშემატკივრო რა გასაგები ხო ვცდილობ და მარტო მიყვები ხოლმე იმას სიგონებაზე ხო როგორც ას შედარება იყო ერთ საინტერესო როგორც PlayStation-ს თამაშობდა ისე უნდა იყო რა უბრალოდ მიყვეო მაქსიმალურად რა ყველაფერს და ძალიან მნიშვნელოვანია რომ კუთხეში ვინგი დგას იმან კარგად იცოდეს რა შეგიძლია და მასთან კონდეს ანუ ძალიან ბევრი მინახავს რომ ეხა ზოგს რა ვიცი ოჯახის წევრი გაყავს ხოლმე ზოგს ტრენერი, ძველი ტრენერი, ზოგს ახალი ტრენერი, ანუ შენმა ტრენერმა ზუსტად უნდა იცოდეს შენი არსენალი, რომ სწორი მითითებები გითხრას. მე მინახავს საქართველოში ბრძოლები, რომ მოჭიდავეს კიკბოქსერად კუთხეში და ეუნება მარჯვენას მერე, მარჯვენა ფეხი, მარჯვენა ქროსის მერე, მარჯვენა ფეხი როგორ წაიღო სახაში, როცა ფეხი შესვლის გარდა მებრძოლმა არაფერი არ იცის. ანუ ეგ ძალიან მნიშვნელოვანია რა. რომ MMA-ის კოუჩი ყავდეს, რომელიც დგომშიც, ჭიდაობაშიც, პარტერშიც, ყველაფერს შენი კარდიოც იცის, შენი ხასიათიც იცის. აი, უსიკის მომენტები მახსენდება ხოლმე. სწორ დროს ჯვარი რო შეუტანა და თითქოს გამაძლიერებდა და ამდენად მაგრად იცნობდა თავის მებრძოლს, ხო? რა თქმა უნდა. ეგ არის რა. ალექსანდრეს მეტოქე ნახე ვინ არის ახალი შეუცვალს. მე ვიცი მარტო რომ ვულკანს ჩაუჯექი ისე რა, კარგად, ხო. ხო, მეც მაგაზე სამუშაო აქვს, იმიტომ რომ წინა მეტოქე ძალიან შევისწავლე. და მაგარი ბიჭი იყო სხვათა შორის, მაგრამ უცბად შეიცვალა მეტოქე და ვიღაც დაუმარცხებელი ვოლკანოვსკის გუნდელი ყავს, ხონი ადგილობრივია ისიც ავსტრალიაში, ავსტრალიელი სავარაუდოდ. და ისე საკმაოდ რთულ ოპონენტებს უძებნიან დაუმარცხებელს, ან UFC-ში დაუმარცხებელს. არის ილიას მარტივი
ტესტია, ასე ვთქვათ. ილიას კი არა, ალექსანდრეს. მე მგონია რომ თუ ალექსანდრე ისე მოემზადება, რომ ესე მარტივად არ და ფიზიკურად თუ კარგ კონდიციაში იქნება, ცოდნა გაუხაჩავს იმას, რომ ვიღაცები თავიდან მე გატეხოს რა. კი, ერთადერთი ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ გამოცდილება არ დააკლდება რა. იმიტომ რომ ბრძოლის უმეტესი ნაწილი ადრე აქვს ჩატარებული და მგონი ორი ბრძოლა აქვს უახლოეს მომავალში, უახლოეს წარსულში ჩატარებული ალექსანდრეს და გამოცდილება ძალიან ბევრს ნიშნავს რა. რეალურად გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მეც რავი უფრო დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ალექსანდრე უბრალოდ იმდენად ჭკვიანი, წყნარი, შემდგარი პიროვნება და მებრძოლია, რომ მაგ ყველაფერს გადალახავს რა და თელი ცხოვრება ისეთი ადამიანის სპარინგ პარტნიორი ხარ როგორც ილია არის და ხო თან ილია და მერავი ანუ თავის წონებში საუკეთესო სპარინგ პარტნიორი ყავს ну ბუნებრივად დაახლოებით ერთი წონა არიან სამივე ეხა პატარა განსხვავება იქნება მაგრამ ორი ყველაზე მაგარი სპარინგ პარტნიორი ყავს თან ჭიდაობა გინდა ჯიურიცუ გინდა თუ სტრაიკინგი გინდა ყველაზე მაგარი სპარინგ პარტნიორები ყავს ალექსანდრეს და ყველაფერი აქვს იმისთვის რომ ის წარმატება დადოს რაც უნდა დადოს ეგ ჩაუთვალოთ გამოცდილებაში რა. ხო, გამოცდილებას მივიღეთ. კი, დავდიც. ძალიან კარგი. მოკლედ რა ველოდებით შენგან ბენოს ბრძოლას ველოდებით ძალიან, მაგრამ მე ბევრჯერ დამაფიქსირებია შენთანაც რომ ბენოს ძალიან გულშემატკივრო, ძალიან მაგარი ბიჭი არის. ისიც გარკვეულწილად იმ თაობის ნაწილია, რომელიც ბრძოლების რაღაცებს შეეწირა სამწუხაროდ, მაგრამ ფარხმალი არ დაუყრია და ძალიან დიდი კამბექი დადო რა და აი ძალიან მეიმედება და იმედი მაქვს რომ კიდევ უფრო წინ წავა რა მისი კარიერა, იმიტომ რომ შეუძლია მაგას. კი, ბენოს ზუსტად ისეთია რა. დისციპლინაზე ვლაპარაკობ, ზუსტად იმ დროს დგება როცა უნდა ადგეს, ზუსტად იმ დროს ვარჯიშობს, ჭამს, იძინებს, არაფერზე თუნდაც არ აკეთებს, არც კემპის დროს არც ისე. აი ძალიან ცხოვრების სტილი, ცხოვრების სტილშია გამჟდარი და ეგ არის. კი. ძალიან დიდი იმედი მაქვს მათეზეც, რომ ნუ მოგებით დაბრუნდება აუცილებლად, იმიტომ რომ მათ ეს შეუძლია. კი. ნამდვილად აქ არსენალ გამოცდილებაც აქვს და არსენალშიც ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ უბრალოდ კი არ მოიგოს გადაუაროს რა მებრძოლებს. და ნუ ორი ძალიან პერსპექტიული მებრძოლი ყავს, კი დარწმუნებული ვარ, ბევრი პერსპექტიული მებრძოლი ყავს, ბევრს მეც ვიცნობ. სხვათა შორის მარიამიძე. ხო, ძალიან მაგარი ბიჭია. ბექა ხაჭავაც. კი, ხაჭავას იჩხუბა кейჯ ფაიტერებში. მახსოვს. სხვათა შორის უყურებდი მე მაგ ბრძოლას და აი რაღაც მოგებული ბრძოლა წააგოს ის დამჩანო აშკარად იგებდა მაგ ბრძოლას, რა ძალიან კარგად იჩხუბა. მიყავდა როგორც იყო წასაყვანი, უბრალოდ თუ სწორად მახსოვს სამიშენზე დაიჭირა. სამიშენზე დაიჭირა. ანუ ხო მაგრამ რაღაც იყო რა რაღაც მომენტები სადაც შეიძლება არ გაუმართლა შეიძლება რაღაც ფაქტორი იყო იმიტომ რომ ეგ ბრძოლა მისი მეტოქის კარნახით არ მიდიოდა კი ის იგებდა ამ ბრძოლას კარგად მახსოვს ეგ ჩხუბი მაშინ ესპანეთში ვიყავინვე დაახლოებით ერთ პერიოდში გვიწევდა ჩხუბები ხო ნუ ძალიან ბევრი პერსპექტიული ბიჭი ყავს მაგრამ ნუ ფოლადა და გოგა არიან ეხა რომელიც UFC Fight Pass-ზე იბრძოლებენ ანუ წარმატებები მათ და ძალიან კაია რომ რაღაც საქართველოში რეგიონალური MMA ასე მაინც ვითარდება და აქედან წასული ბიჭები დებენ შედეგებს რა და კარგია ეგ. მადლობა სტუმრობისთვის. რა ვიცი, ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა მგონი. კი. და აი ბენორ სატიტულო ორთაბრძოლას მოიგებს აუცილებლად. მინდა რომ კიდევ ერთხელ დავსწრეთ და მე ამ სატიტულო ბრძოლის გამოცდილებაზეც ვისაუბროთ. აუცილებლად. მადლობა შენ საბა და ერთი ცოდე რომ ჩემი სახით ერთი დიდი გულშემატკივარი ყავს, იმიტომ რომ შენს ბრძოლებს ყოველთვის ვატარებ თვალყურს და აი სულ მინდა ხოლმე რომ აი რაღაც დიდი გამარჯვებებისკენ გრახო რა და ვიცი ყველაფერი გამოგივიდა, იმიტომ რომ შენ ზუსტად ისე ხარ მოტივირებული და მოწყობილი რომ ამ ყველაფრისთვისგან გადადებული შენი თავი და ძალიან დიდი მადლობა რომ დამპატიჟე რაღაცებში. მადლობა ძალიან დიდი. მოკლედ, რავი, ვასრულებთ პოდკასტს ასე არ დაგავიწყოთ რომ ჩვენი არხი გამოიწეროთ და სკაუსია ძალიან ბევრი სიახლეები მეზე ჩვენგან გაიგოთ. ბენოს ძალიან მარე სატიტულო ორთაბრძოლა იქნება შესაბამისად ჩვენ ფოკუსში და ასე ვთქვათ ყურადღების ცენტრში ეს ბრძოლა არის და ძალიან მნიშვნელოვანია რომ უგულშემატკივროთ ბენოს ამ ბრძოლისთვის
და დავანახოთ, რომ რა ვიცი, ძალიან ბევრი ვართ ვის მასზე ვიცით და ვისაც მისიას ბრძოლა ასე გვაინტერესებს. აუცილებლად ძალიან დეტალურ ანალიზს გავაკეთებ ფენოს ბრძოლაზე, მის მეტოქეზე, არ გამოტოვოთ მსგავსი ვიდეოები და გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი. აბა დროებით.